არ შემიხედავს თავიდან როგორც ბიზნესისთვის მე ამ ყველაფერზე. არ მიფიქრია რა მაგაზე ბევრი და არ მაქვს რაღაცა კონკრეტული წარმოდგენა. ფულის კეთება ხო როგორც ჩვენთვის საკამერციელება არასდროს არ იყოს და ეხლა რაღაც შემოსავალი გაქვს და მე კიდე მეტი და კიდე მეტი და კიდე მეტი გინდა და ვერასდროს ვერ ჩერდებ. სიამოვნება, რომელსაც მე ამ საქმით ვიღებ, ამ სიამოვნებამ არ გადაწონოს ფული. ეხლა ბიზნესია. ორი წუთის რა დავფიქრე ხა შეიძლება. უარსო გეუბნებია მტკივნეული შეიძლება იყოს. და ეხლა ისეთი მადლობელი ვარ და ის თუ მქონდა განსთა ბოლო წლებში განსაკუთრებით ეს თვით შემეცნება რომ დავიწყე ხო წიგნების კითხვა რომ შევიყვარე და რაღაცა ამ პროცესებში რომ ჩავერთე სულ მქონდა შეგრძნება რომ ჩემს პოტენციალს ვერ ვიყენებდი. რომელ ეპიზოდზე მოხდა ეს? როდესაც შენ ხელი გაუშვი შენ წარსულ ცხოვრებას? გვანცა ველთაური, ასაკი 31 წელი. დაამთავრა ქართული სასწავლებელი. სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირებაზე. პლატფორმა რავჭამოს დამფუძნებელი. გვანცა არის ცოდნისმოყვარე პოდკასტის ავტორი და წამყვანი. ერთადერთი რამ, რასაც არასდროს დათმობს, შინაგანი სიმშვიდეა. ეთერშია კაცმანის პოდკასტი. დღეს არის პოდკასტზე. რა საინტერესო ის არის პოდკასტზე. ხო, გადავწყვიტე დავპატიჟო გვანცა ველტაური. ალბათ ბევრი თქვენთაგანი იცნობს კიდევაც, ცნობის მოყვარე პოდკასტის ავტორი და წამყვანია. და გვანცასთან ვიყავი ცოტა ხნის წინ, მაგრამ მაშინ პოდკასტი მუქუქილი არ მქონდა მე თვითონ და შეიძლება ერთ-ერთი, არა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, ანუ უბრალოდ დადებული არ მქონდა. კი, მაშინ მითხარი. ხო. რა ვაპირებო. ერთ რაღაცას ვიტყვი. ცოდნის მოყვარე. ცოდნის მოყვარე. ხო, ცოდნის. ისეთ სახელი არა ხანდახან ეშლებათ. ხო, არა ვიშოს. კარგია პირიქით. და მე გადავწყვიტე გვანცას დაუძახო და ვესაუბრო პირველ რიგში ვისწავლო რაღაცები, რომ პოდკასტის სფერო ჩემთვის ახალია. რო გითხრა რომ მანამდე ძალიან აქტიურად უსმენდი პოდკასტებს ალაგ-ალაგ მშვიდობაში რაღაცები მაქვს მოსმენილი თავისთავად. თუმცა ალბათ რაღაცა მომიყვანა. მაგის გამორკვევაში რა მომიყვანა ჯერ კიდევ ვარ. ანუ არა ვარ ჯერ კიდევ როგორ თქვა, ბოლომდე გაცნობიერებული არა მაქვს რას ვეძებ. ალბათ იმის გამორკვევა რას ვეძებ, ეგეც გამორკვევის გზა არის ჩემთვის ისვისაც პოდკასტში მოვედი. პირველ რიგში კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან სტუდიაში. მადლობა. ხო და მოდი დავიწყებ იქიდან რომ რამდენად შეგვიძლია ეხლა დღევანდელ კონტექსტს რო შევხედოთ, განვიხილოთ პოდკასტი როგორც ბიზნესი. ეს ხო ბიზნეს პოდკასტია ხა რეალურად, ასე მე ვაკეთებ, სადაც შენ ხარ სტუდიაში ხარ. შენი არჩევანი იყო აქ მოსვლა, რეალურად მე შემოგთავაზე რომ თუ გინდა სხვა პოდკასტში მოდი და გინდა ბიზნესში და შენ აირჩიე ბიზნესში მოსვლა. და მე პატივცემ შენ არჩევანს, მაგრამ მოდი დავიწყოთ. რამდენი შეგვიძლია დღეს პოდკასტზე ვილაპარაკოთ როგორც ბიზნესს? აი ამ ჭრილში, აქედან დავიწყებ პირდაპირ, აქედან შევცურავ. და რატო აირჩიე ბიზნეს პოდკასტში მოსვლა? და არა სხვა პოდკასტში. მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის აქ მოსვლა ბიზნესის მიმართულებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ეს მე თვითონ მაინტერესებდა ასეთი ჭრილით როგორ შევძლებდი საუბარს, რა რაღაც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის და მაგიტომ ავირჩიე რეალურად. შენთან საუბარი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამოჩეული სტუმარი იყავი ჩემთვის, ჩემს პოდკასტში. მადლობა. და რაც შეეხება ბიზნეს, პოდკასტ როგორც ბიზნეს, დღევანდელ დღეს მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი განვითარებადი სფერო გახდა პოდკასტების მიმართულება. უცხოეთში უკვე დიდი ხანია დასავლეთში, ამერიკაში დიდი ხანია ეს მიმართულება არსებობს და იქაც მზარდია, ძალიან ბევრი პოდკასტი არის. არ ვიცი, რამდენიმე 1000 პოდკასტი არსებობს თქო ამერიკაში, რომელიც ზოგი წარმატებულია, ზოგი ნაკლებად წარმატებულია, მაგრამ თქვათ კომპანიისთვის რომ რეკლამა გააკეთოს პოდკასტში, ბევრად უფრო ავთენტური გახდა, ვიდრე თქვა ტრადიციული რაღაცა რეკლამის გაკეთება ნებისმიერ მედიაში. თუნდაც ინფლუენსინგ მიმართულებაში, ხო? მაგალითად, აი ხა ყველაზე ისეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, ჯო როგანის პოდკასტი რო არის. პირველ რიგში ესე ვთქვათ, რომ YouTube-ზეც იყო და Spotify-ზეც იყო. Spotify მიიყიდა მისი პროდუქტი და დაახლოებით
100 მილიონი თუ რაღაც გადაუხადა იმისთვის, რომ ექსკლუზიურად ყოფილიყო მხოლოდ Spotify-ზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეალურად პოდკასტი ყიდის ბევრ რამეს. მაგალითად არის ეგეთი რაღაცა, რომ ჯო როგანი რო იტყვის ერთ სიტყვას, რომ მაგალითად რაღაცა ახალი საფლიმენტი არსებობს, ხო? ოღონდ ამას ისე კი არ ამბობს, რომ აი ეს ლოგო დიდად და ეს კომპანია ამ საფლიმენტს გთავაზობს. არა, ეს უბრალოდ ლაპარაკში მოყვება, რომ გაიგე, რომ რაღაც ახალი საფლიმენტი არის, ესე ყვება იძახის. და მეორე დღეს, ანუ ამის ჩვეულებრივი სტატისტიკები არსებობს და ამაზე ხალხი ლაპარაკობს, რომ ეს ამოყიდვა ხდება იმ კონკრეტული საფლიმენტის და აღარ არსებობს ბაზარზე რაღაც ახალი შევსება უწევთ. არის კიდე ძალიან ესეთი, ანუ ეს ჯო როგანის რაღაც კონკრეტული მიმართულება არის, ხო? არის ჰუბერმენ ლები, რომელიც არის ჯანმრთელობაზე მიმართული, რომელიც იდენტურად აკეთებს რაღაცა კონკრეტულ რეკლამებს და მოკეთ რისი თქმა მინდა, რომ ბიზნესები იქით დასავლეთში უკვე ხვდებიან, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება თავიანთი პროდუქცია გამოიტანონ ისეთ მასებზე და ისე გაუკეთონ ამას რეკლამირება, რომ იყოს სანდო და სწორად მივიდეს მომხმარებლამდე. ამიტომ საკმაოდ მზარდი არის საქართველოშიც. ეხლა მე უკვე 1 წელი გახდება ივნისში, რაც დავიწყე პოდკასტის კეთება და რაღაც 48 პოდკასტი გაქვს. 45-ს ჩავწერ დღეს. ხო, და ნუ 42-ია გასული. 42-ია გასული. კი, და დავიწყე. მაშინ არ იყო ბევრი პოდკასტი, რამოდენიმე პოდკასტი იყო. შეიძლება ძალიან კარგი რისერჩერი გამიკეთებია და ბევრად მეტი. არ წახვიდე, მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ის ტერიტორია მინდა მოვჭამო და მე გადავიდეთ მანდ. კი ბატონო. აი უცხოური პოდკასტები და გავიგე რომ უცხოეთში ეს დიდი ხანია ბიზნესია და ხალხი მათ რა ვიცი მილიონობით შოულობს პოდკასტებზე. თუმცა ისევ და ისევ ამ პოდკასტში უფრო მეტად ფოკუსირდები საქართველოზე, მაგრამ მაინც მაინტერესებს რომ იქაური პოდკასტების ხარ აქტიური მსმენელი ვიღაც ისე, ანუ ფოლოვერი ვისი, რა პოდკასტებს უსმენ შენ თვითონ? მე ჯო როგანს ვუსმენ ჰუბერმენ ლები, ეგეთი პოდკასტი არის, აქტიურად ძალიან, ანუ აი რომ გამოჩნდნენ ფაქტობრივად მაგედან ვუსმენ რა, ძალიან მაინტერესებდა და იმიტომ რომ აი ერთ მაგამდე ვიტყვი ერთ რაღაცას რა, YouTube-ი მაგალითად სივრცე ჩემთვის როცა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მივხვდი რომ მუსიკის იქით კიდევ შემიძლია ბევრი რა, ენციკლოპედიასაც შევხედე YouTube-ს და ეგ როდის მოხდა? არ ვიცი, ბევრი წლის წინ, ახლა ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ აი რაღაც თინეიჯერობის ასაკში რომ მუსიკის იქით რაღაცა ინტერესი გამიშდა, რომ რაღაცა შემისწავლა, ესე ვთქვათ. და თან მარტივი იყო, იმიტომ რომ თქვა წიგნში რაღაცას რო კითხობ, წიგნს ხო მეტი ყურადღება ჭირდება, იქ რაღაცა კითხვა არის რაღაც. აქ უფრო მარტივად გაჩნდა ჩემთვის მოსმენა და თან ყურება რა და რაღაცა რომ მაინტერესებდა, მაგალითად შეიძლება ყოფილიყო Google-ის, მაგალითად YouTube-ზე დამისერჩე და მენახა რაღაცა თემა შემისწავლა. ან გამეგო, ან როგორ კეთდება, ანუ ეს ცოცხალი ინტერაქცია იყო ჩემთვის და უფრო საინტერესო გახდა. და ნუ მე პოდკასტები რაც გაჩნდა, რაღაც ამას უსმენდი, კიდევ არის ეგეთი ლექს ფრიდმანის პოდკასტი, ანუ უფრო შემეცნებით მიმართულებას ვუსმენ რეალურად და ვუსმენდი ყოველთვის რა. და აი რაღაცა ერთ მომენტში ჩემი ჰობი შეიძლება ესე ჭრალებში განტვირთვის საგანი გახდა, რომ თქვა ფეხით სეირნობა და პოდკასტის მოსმენა რა. იმიტომ რომ ბევრი ანუ ინფორმაციას ვიღებდი, თან განტვირთვის ფაზაში შევდიოდი და ხო ეგ იყო რასაც ვუსმენ, დღემდე ვუსმენ ამ პოდკასტებს. ეხლა ცოტათი ოდნავ მაქვს ეს, რომ აქეთ იმდენი საქმე მაქვს ჩემი, რომ ისე ვეღარ ვუსმენ, როგორც თქვა ადრე ვუსმენდი კვირაში, შეიძლება 3 მომესმინა 4, მაგრამ ვცდილობ რომ ვუსმინო. ეხლაც ვუსმენ, აი ძალიან საინტერესოა, მაგალითად მე რო რაღაც თემას განვიხილავ, როგორ აქ ეგ ჭრილი დანახული იქით, როგორ განიხილებ, ამიტომ ადარებ შენ თავს იმად? არა. არ ადარებ. ოკეი. როგორ აკეთებ თვით რეფლექსიას საკუთარ თავზე? ანუ რას გულისხმობ? აი ეს უკავშირს როგორ აძლევ შენ თავზე? ჩემ თავს? პირველ რიგში ვუყურებ. როგორც მიმყავს, რა კითხვებსაც ვსვავ. მეორე ძალიან კარგი მაყურებელი მყავს იმ ხრივ, გამოხმაურება აქვს, ძალიან მაღალია, საკმაოდ მაღალი გამოხმაურება აქვს და რა ვიცი, ინდიკატორი ალბათ შეუულებრივი, იმიტომ რომ გიწერს რამე თუ არ მოწონს და რაღაცა. არის რაღაცები, რასაც ეხმიანები მაყურებელს, ანუ მუდმივ კომენტარს.
ყველა კომენტარი ვიცი და ყველა კომენტარი წაკითხული. პირადად შენშვები ამას. პირადად მევშვები. ანუ პირადად შენ ხარ ინტერაქციაში შემსმენელთან. ყველაფერს მევშვები. საერთოდ ყველაფერს შენშვები. ერთადერთი სტუდიას ვქირავ, სადაც წერ და თვითონ მთლიან ეპიზოდს დამონტაჟებულს მაძლევენ. დანარჩენი ყველაფერი არის მან. ანუ შორტებს შენ ჭრი, ტიტრებს შენ ტიტრირება შენ აკეთებ, ანუ სტატუსებს შენ აქვეყნებ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი შენ თვითონ აკეთებ. ეს ინტერესია. სად ისწავლე ეს ყველაფერი? მე ვმუშაობდი მარკეტინგში დაახლოებით 18 წლიდან. და ეს კორპორაციული გამოცდილება, ესე ვთქვათ, მაქვს ხოსრობцების კეთების რა. დაჭრის, მონტაჟის და ასე შემდეგ, ეს მთლიანად შეძენილი თოდნა, ეს არ გამომიყენებია, ვთქვათ, უშუალოდ იმ სამსახურებში, რომელიც, მაგრამ ყოველთვის რაღაც ესე ვარ, რომ რაღაც რომ ჭირდება, ვერ ვხედავ სირთულეს იმაში, რომ ეს ყველაფერი ავითვისო. ადრეც არის რაღაც სიტყვაზე ვიზახი ხო ფოტოშოპი ჭირდებოდა არ მქონდა იმის საშუალება რომ სიტყვაზე ვთქვათ ამეყვანა სპეციალისტი რომელიც ამ ყველაფერს გაკეთებდა და მე თვითონ ვისწავლე ან მყავს რაღაც მეგობრები რომლებიც ამ საკითხში გარკვეულები არიან და ვთხოვ რომ გეხოცები რაღაც ტუტორიალი გამიკეთე მარტივი ჩამიწერე რომ ერთი რომ მე სულ ვაკეთო რა ჩემით და ეს ძალიან მარტივია მაგალითად thumbnails რასაც აკეთებ ხო აი ესე ვთხოვე რომ გამიკეთეთ ხო და პირველი და მე უკვე 52-ს ვაკეთებ მე 51 მაქვს ჩემით გაკეთებ. ანუ ცოდნის მოყარეობა არის, რაც გაყურებინებ და სხვის პოდკასტებს, აქედან წამოვიდა ეს ყველაფერი? კი, ცოდნის მოყარეობა იყო, რამაც მაყურებინა პოდკასტი და როგორც თქვი ფორმა მაშინ იმ მოცემულობაში. იმიტომ რომ მე ციგნების კითხვა ესე ვთქვათ ხო, როცა ცოტა გვიან ასაკში შემიყვარდა, დიდად არ ვგიშდებოდი ციგნის კითხვაზე და ეს ინტერაქციული ფორმა და საერთოდ მოცემულობა რომ შემინო ვიდეოს ვუყურო და თან მოვისმინო და თან დიალოგში ვიყო და იქ კითხვებზე პასუხები მოვისმინო, ესეთი ტიპის შემეცნება ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მაშინ და ეხლაც. ანუ გვანცა სვანური სახელია და ნიშნავს რას? ცელქს. ანუ ცელქი მოუსვენერი ცელქი და ცოდის მოყვარე ხარ? ალბათ კი. ოკეი. ან შეესაბამება სახელი პროდუქტს? ბრენდინგის სწორედ გაკეთება. კი, აი ხა მაგალითად ვინც მისნავს იცის რომ ჩემი ერთ ადგილას გაჭირება აი საუბრის მანერაზე თუ დავაკურდები. ერთად ხელებს ვიქნევ და ერთ ადგილას გაჭირება ჩემთვის არის რთული. ეს დიში პოდკასტი აღმოჩნდა, სადაც შემიძლია რომ 2 საათი ადამიანს ეხლა ხო თან აქტიური ვარ, მე ვსაუბრობ, ხო? და ჩემს პოდკასტში ერთად მე ხო ვისმენ და ერთადად ვზივარ, ხო? ესე უბრალოდ ადამიანს ვაკვირდები და გაჩერება მიჭირს ხომ ერთ ადგილას, მაგრამ ეს აღმოჩნდა ადგილი, სადაც იმდენად არ ვიცი რაღაცნაირად მოცული ვარ, რომ აღარ მიჭირს. ან შენ თვით გამოხატვისთვის არის აბსოლუტურად კომფორტული სივრცე? კი. აბსოლუტურად კომფორტული სივრცეა, ხო? ნუ იქ არის რაღაცები ხა როცა შემოდიხარ, მე მაგალითად არ მქონია გამოცდილება კამერასთან ჯდომის. უბრალოდ დავჭექი კამერასთან და არც ვიცოდი რა გონდა მოქცეულიყავი კამერას უყურო, არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ აი დავჭექი, ხო? იქ ვიღაც არის ვინც ამბობს რომ მეტყველების მანერა არ მოსწონს ჩემი, ვიღაც ამბობს რომ სიცილი არ მოსწონს ჩემი. ანუ აი უსაფრთხოებას გავაგრძელე მოკლედ ამ პასუხით, მაგრამ რეალურად ხო it's okay რო არ მოსწონს მე რა. ამიტომ კი უსაფრთხო. ხო, ნუ ახლა აქამდე მისვლა, როდესაც ჩვენ ტონა იმიჯებს დავატარებთ და გვინდა რაღაცნაირად გამოვიყურებოდეთ და ამისთვის ვიბრძვით და თანპრობებად ვიბრძვით, რომ რაღაცნაირად არ გამოვიყურებოდეთ სხვის თვალში. აი მის ყველაფრის ფონზე კომფორტის პოვნა ამ დისკომფორტთან რომ შეიძლება ვიღაცას არ მოეწონა, ჰეითერები შეიძლება არსებობდნენ, ამ ფენომენს კიდე ცალკე შევეხებით რომ მოვა. ანუ უამრავი ისეთი დისკომფორტული მომენტი, რომელთანაც ალბათ სადღაც მომენტში თუ პოდკასტს აკეთებ, კომფორტი უნდა იპოვო, ხო? კი. ხო, იცი რა, აი გულწრფელად რო ვთქვა, არც მიძებნია. დავждომის წამიდან ვიყავი კომფორტში. არ მქონია შეგრძნება, რომ რამეს ისეც ვაკეთებ, რომელიც ჩემ კომფორტის ზონას ცდება. ანუ ძალით ჩემი თავი არ დამეძალებია, რომ დაჯექი ხე და ეგ გააკეთე. რო ვუყურებ პირველ და მეორე
ეპიზოდებს თქვა დასაწყისში რა. რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავება დღეს როგორიც ვარ იმასთან შედარებით, მაგრამ პრაქტიკა მოიტანა და პრაქტიკიდან გამომდინარე 42 ეპიზოდი ცოტა არ არის. ხო, მაგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა იქ დახვეწა ხდება, ეხა პრაქტიკა არის რა, არის ეხა ადამიანები ალბათ, რომ შეიძლება ისწავლო, ვიღაცამ გასწავლოს როგორ უნდა ისაუბრო, როგორ უნდა იმეტყველო, როგორ უნდა იჯდე, როგორ უნდა რაღაც, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ბუნებრივობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ყოველთვის იყო ჩემთვის და აი ეხლა ეს არ ვარ ვილაპარაკო თქო მარტო ჩემი გადმოსახედიდან მაყურებლის თვალით რო ვისაუბრო, მგონია რომ ბუნებრივობა არის ის მთავარი რაღაც, რაც მოსწონთ ჩემში. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე პირადადაც ხვდები ჩემს მაყურებელს, მაქვს მიმოწერა უფრო ხშირად ვიდრე ჩემს მეგობრებთან, ხო? და ვიცი ეს მათი ფიდბექი როგორი არის და ხო ეგ არის რომ მოსწონთ ბუნებრივობა და იქ მე ვარ ვთამაშობ და ნასწავლი რო არ არის და ასე შემდეგ. გვანცა მე ვიცი ძალიან ბევრი, ეხა 42-ზე გამახსენდა, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ცადა მოკოქვა პოდკასტი ჩაწერა, რა ვიცი, 5, 10, 20 ეპიზოდი და გაჩერდა. და აღარ გააგრძელა. ძალიან ბევრს ქონდა ეს მცდელობა გაპოდკასტების, ეგრე დავარქვათ, ან პოდკასტერად ქცევის, არ ვიცი, ტრანსფორმაციის, საკუთარი თავის, მათ შორის მეც ამ გზაზე ვარ ჯერ სულ რაღაცა 10-მდე ეპიზოდი ჩავწერე, ანუ მეტი კი არ ჩამიწერია ამ მომენტში და ჯერ კიდევ ვარკვევ ჩემ თავში რა მინდა, რა ადგილია, რისთვის ვაკეთებ, აი ყველა ამ კითხვას უსვავ ჩემ თავს გზაში. ყოველ ჯერზე და ალბათ ამ პოდკასტსაც რო ჩავწერ, ისე დავსვავ ამ კითხვებს ჩემ თავს. რა გააკეთე შენი აზრით განსხვავებული, რამაც მიგიყვანა, თქვათ 42 ეპიზოდამდე და არ დანებდი და რავი, მე-5, მე-10-ზე, მე-7-ზე თუ მე-12-ზე არ გაჩერდი. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეგეთი რაღაც, რომ მე ეს პოდკასტი ადრეც მithქვამს და ხშირად ვამბობ მაგას, რომ მე ეს პოდკასტი არ გამიკეთებია ვინმესთვის. მე ეს პოდკასტი გავაკეთე საკუთარი თავისთვის. არც ის განზაი, შენ რომ მითხარი, რომ მე ჩემი გამოწვევა ხო არის, რომ ბიზნესურად ვისაუბრო რა, მაგრამ არ შემიხედავს თავიდან როგორც ბიზნესისთვის მე ამ ყველაფერზე. ეხლა ბიზნესია? ეხლა ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჩემი, იმიტომ რომ მე სამსახურიდან წამოვედი, ჩავხსენე, იმიტომ რომ ფიზიკურად მე ვეღარ ვწვდებოდი უკვე იქაც აქაც და ინტერესი ნოლი იყო უკვე იქ იმ სფეროში მოღვაწეობის, რაც ვაკეთებდი აქამდე. თავიდან ბოლომდე ამაში გადავერთო, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე ორგანული და ყველაზე სასიამოვნო რაც კი მიკეთებია. რომელ ეპიზოდზე მოხდა ეს? როდესაც შენ ხელი გაუშვი შენ წარსულ ცხოვრებას და გადაწყვიტე რომ პოდკასტი აწიარი შენი პროფესიაც, ბიზნესიც, საქმეც და ყველაფერი. აი რა მომენტში მოხდა ეს? კეთური ახავე. 2 წუთი დავფიქრე ხო შეიძლება? იმიტომ რომ ვიხსენებ თარიღს, როდის წამოვედი და იყო ანუ მარკეტინგის სფეროში იყავი ჯერ კიდე? ხო, ზამთარში აი ახალი წლის შემდეგ იყო რომ ეხლა ხო წამოვედი ალბათ იქნებოდა რა ვიცი ალბათ მე-15-მე. აი მან ძალიან საინტერესოა რა, იმიტომ რომ აი ეს სტაბილურობის შექმნება მაინც გეკაჩება რომ დარჩე და იყო და იცი რომ ეს სტაბილური ხელფასი მნიშვნელოვანია შენთვის. მით უმეტეს როდესაც აი რატო ვახსენე რომ არ იყო ბევრი პოდკასტები, ეგ ძალიან ისეთი საკითხია რა, რომ კომპანიებს როცა უკეთებ ოფერს და ეუბნები რომ აი ნახე მე პოდკასტი მაქვს და რაღაცა აი ჯერჯერობით მაინც ბოლომდე ვეხვდებიან კომპანიები რატო უნდა ჩადონ ამაში თანხა, ფული და რატო არ უნდა გადაიხადონ თქვათ ეს თანხა ტრადიციულ მარკეტინგში. პირობითად ვამბობ რა და რატო არის ეს შეიძლება რაღაც კუთხით მათთვის უფრო მომგებიანი შეიძლება გახდეს რა. და გვანცა ეწოდი, აგერ არის ბიზნეს პოდკასტში ხარ, უამრავი ადამიანი იქნება ბიზნესიდან, ბიზნესის სამყაროდან, რომელიც ამ პოდკასტს მოусმენს ან უყურებს. გაქვს შანსი რომ ერთ წუთში elevator pitch-ით აუხსნა ადამიანებს რატო არის მომგებიანი შენი აზრით ინვესტირება პოდკასტში და არა ტრადიციულ ან თუნდაც ტრადიციულ სოციალურ მედიაში აი ამ მიმართულებაში რატო ღირს ინვესტირება შენი აზრით? ერთ წუთის გარეშე ავხსნი მაგ ყველაფერს, უბრალოდ დიალოგით მირჩევნია ყველაფერი ვისაუბროთ. ერთი, იმიტომ რომ აი ნახე YouTube-ზე მაყურებელი თუ გინდა რომ იყოს შენი ერთგული და მოყვებოდეს, არ უნდა წამოიყვანო ის რეკლამით.
უნდა იყოს ეს ძალიან ორგანული მატება რა, იმიტომ რომ თვითონ რო გიპოვა, ერთს რომ მოусმინა და ორს რომ მოусმინა და რომ მიხვდა რომ ღირებული მიიღო, ის უკვე всё შენი მაყურებელია და არსად არ წავა. ანუ სიტყვაზე ვთქვათ 10-დან 2-ში რო იმედი გაუცროო და ისეთი ვერ შესთავაზო, როგორც შეიძლება რომ შესთავაზო, მაინც არ წავა შენი ერთგული, ამიტომ რომ იმან იგი ღირებულება დაიჭირა. იმან მიხვდა რომ 1 საათი მოსმენის მერე უფრო კარგად იყო, ვიდრე 1 საათის წინ. რაღაც შეიძინა რა, თან ეს რაღაც შეიძინა არის პლუს უფასო. ხო, ანუ რეალურად ჩემი პოდკასტის მსმენელი თუ დონაციას არ გააკეთებს და ამ დონაციაზე მადლობა უნდა გითხრა, იმიტომ რომ შენი რჩევით თქვი რომ დონაცია არის შესაძლებელი თქვა და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, მირჩევისთვის. მოხდა დონაცია? კი, მაგრამ აი რო გითხრა რომ ხა რაღაც ეგ არის რაღაც წამყვანი მიმართულება, რომელიც მეხმარება თქო არა ნამდვილად. მაგრამ მე მაგაზე როგორ დავფიქრდი, იცი რომ ცხოვრებაში ხო ყველაფერი ბალანსირებული უნდა იყოს რა და მათ შორის შემოსავალი და გაცემა, ხო, მიღება გაცემა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე რო გავცემ ამას, ხო, თქვენ ენერგეტიკულად მიბრუნდება მადლიერებით, მაყურებლის მადლიერებით, მაგრამ მე ხო თანხობრივადაც გავცემ ამას, ანუ მე ვქირავობ პოდკასტს და ეს დაბრუნებაც ხო რაღაცა ყველაზე მინიმუმ ტვინში მენტალურად ალაგებს კიდე რაღაცეებს რა, რომ შეგრძნებები არ დაგეწყოს, რომ ხე რატო აკეთებ ამას ისე რაღაცა. მივხვდი რას ვამბობ. ხო და რაც შეეხება იმას რომ დაუბრუნდეთ რა, ჩემი აზრით ყველაზე ხარისხიანი მაყურებელი არის პოდკასტის მაყურებელი, ჩემი გადმოსახედიდან. მით უმეტეს ეს საკითხი როცა შემეცნებისკენ მიდის, თვითგანვითარებისკენ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დაფიქრებული მაყურებელი გიყურებს რა. ის კი არა რომ ხო პოდკასტები არსებობს ძალიან ბევრი, რომელიც არის ვთქვათ, როცა ჭორაობა, გართობა, ბევრი. არც ერთ მიმართულებას არ ვაკინებ, ყველა საინტერესოა თავისთავად, თუმცა მე მაინც მგონია რომ ასეთი ტიპის პოდკასტის მაყურებელი ბევრად უფრო გათვითცნობიერებულია და როგორ ვთქვა, ბევრი რამისთვის არის ღია და მზად. შესაბამისად ესეთ მაყურებელთან როცა კომპანია ხარ, ხო? არ ვიცი რაღაცა გვანცა ხარ, კომპანია X, კომპანია გვანცა, რომელიც ფიქრობ, რომ სადღაც შენი პროდუქტი გინდა რომ გააცნო მაყურებელს. რა უფრო მომგებიანი იქნება, რომ ვთქვათ, სიტყვაზე ვიწყე, Facebook-ზე გავუშვა რეკლამა და ამაზე რაღაც, არ ვიცი, გააკეთო იმიჯი, დახარჯო თანხა, ყველანაირად, თუ მიხვიდე პოდკასტში და მაყურებელს წამყვანმა გააცნოს ეს პროდუქცია, აუხსნას მისი ბენეფიტები და ცოცხლად შედგეს ამაზე ლაპარაკი. აი, შენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრი მაგაზე ჯერჯერობით არის ის, რომ მე როგორც იცი რა არის, აქ ორ სკამზე ვზივარ ერთდროულად, რომ მე აზრი გითხრა. ერთ სკამზე როგორც მარკეტოლოგი, რომელმაც შეიძლება კომენტარი როგორც მარკეტოლოგმა გაიგეთოს და მეორე სკამზე ადამიანი, რომელიც პოდკასტს აკეთებს. და ორი სხვადასხვა არის. მარკეტოლოგის თვალსაზრისით იცი რას ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის ადამიანს გავაგებინოთ, ვინ არის ჩვენი აუდიტორია სიზუსტით. ანუ სიზუსტით, იმიტომ რომ რეალურად მე რაღაცა ტიპის ადამიანებზე მიზნობრივ წვდომაზე გავდივარ. ასე უყურებ მე. აი ხა მაგალითად ჩემ პოდკასტს, აი ამ ბიზნესის პოდკასტს უყურებს ხალხი, ვისაც ბიზნესის თემა ინტერესებს. ახლა ბიზნესის თემა რა ინტერესებს ამ პოდკასტს არ მოусმინდა. აი ეს ბიზნესის თემა ინტერესებს, რატო აინტერესებს? იმიტომ რომ თვითონ ბიზნესია, კონკურენცს უსმენს, უბრალოდ ჭკვიან ხალხს უსმენს, რომელიც წარმატებული არის თავის სფეროში. ყველას ვისაც მე ვპატიჟებ, არის წარმატებული თავის სფეროში და რაღაცა შეუქმნია. მოდი ეს არ აქვს მნიშვნელობა საწყის წერტილშია, სტარტაპია თუ ძალიან დიდი ხნის ბიზნესია, მაგრამ რაღაცნაირი ქმნილება აქვს და ამ ქმნილების ფარგლებში ის სტუმარი რაღაცას აზიარებს. როგორც შენ ხა აზიარებ, როგორ გახადო პოდკასტი ვიზის. ჩემთვის ეს თემა ორმაგად საინტერესოა, იმიტომ რომ მე თვითონ ვაკეთებ პოდკასტს, ხო? ამიტომ საინტერესოა და მეორე ახალი ხილია. და ახალი ხილი როგორ უნდა აქციო ბიზნესად, ჩემი აზრით საინტერესოა. შეიძლება უამრავი ადამიანი გვისმენს, რომელიც გულის სიღრმეში ფიქრობს, აი ნეტა მე გამეკეთებინა. ანუ მეტა, ან მაგალითად ბიზნესი, რომელიც დღემდე ვერ გადაწყვიტა, აი ამ პოდკასტთან ვითანამშრომლო, თუ არ ვითანამშრომლო, თუ ვითანამშრომლო, რისთვის ვითანამშრომლო. აი ამ კითხვებს რო გაეცეს პასუხი და შეიძლება ყოველი სიახლე რაღაცა მომენტში არ იყო ბიზნესი.
და რაღაცა მომენტში ყალიბდება როგორც ბიზნესი. მაგიტო არის შენი кейსი ჩემთვის საინტერესო, რომ პირველ რიგში ახლა მაგალითად გასართობი პოდკასტის აჩვეულებრივი რაღაც გადაობა ან რაღაცა სხვა თემა რო იყოს, მან რავი ჩემთვის როგორც პოდკასტისთვის ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ მე არა ვარ ამ სფეროში, განა ის არის, ყველას თავის სფეროში გამომარჯოს. ჩემთვის იმიტომ რომ შენ ცნობის მოყვარეობას ეხები, განვითარებას ეხები, რაღაცას ეხები, სადღაც მონათესავე სული ხარ ჩემი სხვა პოდკასტი, სადღაც რაღაცნაირად ეკვეთება შენ პოდკასტს, ასე მგონია და რაღაცნაირად ისინი ერთ ორბიტაზე მყოფი ტიპები არიან, არა ეს პოდკასტი, არამედ მეორე უფრო, მაგრამ აქ უკვე მეორე კომენტარს გავაკეთებ, არა როგორც მარკეტოლოგი, არამედ პოდკასტის წამყვანი, რომ მე მაინტერესებს კომერციალიზაცია ამ პროექტის. ჩვენ ყველაფერს თავი რა გავანებოთ, მე გაცილებით მაღალ cost-ით ვაკეთებ running-ს, მე მყავს გუნდი, რომელთანაც ერთად ამ პოდკასტს ვაკეთებ. მე არა ვარ ეგეთი მულტიფუნქციური, როგორ თქვა, სხვა სკილებში, რომ რავი, მონტაჟით შემეძლოს, social media management-ით შემეძლოს. მე უფრო სტრატეჯისტი ვარ და ყოველთვის სტრატეჯისტი ვიყავ, თუნდაც მარკეტინგის სფეროში რომ მოღვაწეობდი, მე ვიყავი სტრატეგი. და შესაბამისად ყავდა აღსრულების ფანტასტიკური გუნდი, ბევრნაირი გუნდი და ძალიან ბევრი პროექტი მაქვს მაგ ხალხთან გაკეთებული. აქაც ამ მიდგომით მოვედი, შეიძლება რაც არ არის ქართული საპოდკასტე სივრცისთვის დამახასიათებელი რომ მოვიდა ტიპი ააშენა თავის პოდკასტის სტუდია ჩემია, ჩემი ინვესტიცია არის, აქ არ ვქირაობ. არამედ მე ვაინვესტირე, საკმაოდ დიდი თანხა რო მქონოდა იმ ხარისხის სტუდია, რაც მინდოდა რომ მქონდა. ანუ მე თავიდანვე დავსვი მაღალი პლანკა, რომ მინდა გავაკეთო ხარისხიანი და რა ვიცი, ბევრი რამე მიკეთებია ცხოვრებაში და ვიმსახურებ, რომ ვაკეთო ხარისხიანად ის პროდუქტი, რომელიც მინდა რომ გავაკეთო. ამიტომ სტუდია დავაინვესტირე და გავაკეთე, ანუ ჩემი კაპიტალი არის დაემბანდებული აქ. მეორე ნაწილი იყო ის, რომ ვიქირავე გუნდი და დაუძახე ადამიანებს, რომელიც მეხმარებიან, ანუ უკვე cost-ი მაქვს, ყოველთვიურად cost-ი მაქვს, გინდა არ გინდა, რომელსაც აუცილებლად ამოვიღებ, ამისთვის ვარ მოსული. და ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ტვინში მაქვს ჩემთვის milestone-ი, თქვა 3 თვე, 6 თვე, 1 წელი, ანუ milestone-ები მაქვს და მაქვს ჩემი KPI-ები ტვინში, სად მინდა რომ ვიყო 3 თვეში, სად მინდა რომ ვიყო 6 თვეში, სად მინდა ვიყო 1 წელიწადში. ანუ რაღაცნაირი ექსპერიმენტია ჩემთვის, მათ შორის ამის ბიზნესად გადაქცევის ექსპერიმენტიც არის ჩემთვის. მეც მიყვარს გამოწვევები. ანუ ჩემთვისაც ნაწილობრივ ეს პოდკასტი არის თვით გამოხატვის სივრცე. ანუ როგორც შენთვის, მე ესე მესმინება, რომ შენთვის არის თვით გამო და ამისთვის მოხვედი საერთოდ. ეხლა აქ. ხო ეგრეა. ხო და აქედან გამომდინარე, ალბათ ეს თემა რომ გაბიზნესდეს და გახდეს ბიზნესი და გახდეს მომგებიანი წარმატებული ბიზნესი, არის გამოწვევა, იმიტომ რომ აქამდე, რა ვიცი, აი როგორც ბოდი შეიძლება რომ ვკითხო. შენ ხარ მარკეტერი, არაჩვეულებრივი და ამდენი ყოფილი მარკეტერი არ არსებობს, ხო? გამოცდილება გაქვს ამდენ წლიანი. რატომ ჩადებდი ფულს კაცმანის პოდკასტში? მე როგორც მარკეტერი? ძალიან მარტივი თემაა რა. სიმართლე რო გითხრა. ეს არის ერთადერთი არა დავარცხნილი სივრცე, სადაც ბიზნესში მოღვაწე ადამიანებს შეუძლიათ მოსვლა და თავისი ისტორიის გაზიარება. სადაც დახვდება ამ ადამიანებს კარგი მსმენელი, რომელსაც ესმის ბიზნესი, ბევრი ბიზნესში მონაწილეობა მიიღო და ბევრ წარმატება შეუქმნია, ამიტომ კონტექსტი ესმის კარგად ბიზნესის, შეუძლია ამ კონტექსტიდან განმომდინარე კარგად სიღრმისეულად მოგისმინოს და კითხვებით შესაბამისად დაგისვას ისეთი, რომ იყოს საინტერესო და კარგად გახსნას, მოდი ესე ვთქვა, კარგად მოგისმინოს. ეგეთი სივრცე მგონია, რომ საქართველოში დღეს არ არის. სხვა სივრცეები არის, ბუნებრივია და მე სულ ვიმეორებ, რომ მე ყველა სივრცეს პატივცემ და მგონია, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს რუქაზე, მოდი ესე ვთქვა. მეორე ნაწილი არის ის, რომ აქ არის აუდიტორია, რომელსაც ეს თემა აინტერესებს. შესაბამისად, კომპანიისთვის, რომელსაც უნდა ასოცირება წარმატებასთან,
ბრენდი, რომელსაც უნდა რომ ასოცირდეს წარმატებასთან, წარმატებულ ადამიანებთან, რომელსაც უნდა რომ ასოცირდებოდეს თუნდაც ის, რომ ჩვენ ამ პოდკასტის მეშვეობით ერთ-ერთი პოდკასტი არის, სხვა პოდკასტებთან ერთად, სადაც ვქმნი წარმატებულ ქართული ბიზნესი, თანამედროვე ბიზნესების წარმატებულ ვიდეო кейსებს. ეს არის ვიდეო кейსი. ხო არის кейს სტადი, რომელსაც უნივერსიტეტში ასწავლია, ხო? ვისაც ბიზნესი უსწავლია, იცის რა არის кейს სტადი. ეს არის კომპანიის რაღაც კონკრეტული ბიზნეს მაგალითი, რომელზედაც სწავლობ, რავი, მენეჯმენტს, ფინანსებს თუ რაღაცა სხვას. ეს არის ვიდეო кейს სტადი და ეს არის ქართული წარმატებული ბიზნესის ვიდეო кейს სტადი, რომელს ერთ-ერთი ნაწილიც არის შენი ცოდნის მოყარე პოდკასტი. კი ბატონო. გინდა ამისი ნაწილი იყო? ან შენ ბრენდს უნდა რომ ამის მონაწილე იყოს თუ არ იყოს? მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ გულწრფელად რო გითხრა, ხშირად როცა საუბარი მაქვს, ვამბობ, რომ მარკეტინგულად კი არა, PR-ულად შეხედე ჯერ. რამდენად შენ ბრენდს უნდა რომ ამის მონაწილე იყოს. და მე უკვე შეხედე მარკეტინგულად, რავი, ლოგოს ამონათება მინდა თუ მოცეკვავე ბიჭუნამ გაირბინოს ქვემონა თუ რა მინდა, უკვე მე. ამას ეს მეორადი თემა არის შესრულების, მაგრამ რატომ მოვიდოდი, რომ ვიტყოდი, რომ მე ხარს უჭერ, რომ ქართული თანამედროვე ბიზნესის кейსები არსებობდეს. ოკეი. აი ამ იდეას უჭერ ხარს. ამის მონაწილე მინდა რომ ვიყო. აი ეგ არის ჩემთვის თავარი დრაივერი მოსვლის და თანამშრომლობის ამ პოდკასტთან. და მე უკვე ტექნიკის საკითხია, ეს პაკეტია და ასე გამოგაჩინო თუ ისე ეს უკვე რაღაცნაირი ტექნიკური საკითხია, გემოვნების და სხვა რაღაცების ბიუჯეტის მათ შორის და სხვა საკითხების. თავიცი შეკითხოს. კი, და ახლა მეორე კითხვა. რატო გადავედი მის ვის მიყავს ეს პოდკასტი ვეღარ აი ესე პოდკასტერს რო დაისვა სტუდიაში, უნდა მართო რისკი, რომ შეიძლება შენი წავყვადობის როლი რაღაცა მომენტში ჩამოგართვას, თვითონ წაიყვადოს, გაიცანით გვანცა კაცმანის პოდკასტის ახალი წავყვანი. ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემის ერთ კითხვასაც დავსვადო მორჩი მაგროს. ჩემ პოდკასტი ხო იცი? იყავი წარმოადგენა გაქვს. დინამიკაში რო გითხრა, ძალიან სწრაფად ვითარდება იმ ჭრილით, რომ ეს ხდება ურეკლამოთ რა. ყველაფერი. სწრაფად ვითარდებაში რო ამბობ, რას გულისხმობ, შეგიძლია გააზიარო კონკრეტიკა. მე მიყვარს კონკრეტები. გამომწერები. მე სულ მიკომენტარები. მიკომენტარებენ რომ ნამეტარი ინგლისურს მოაწევიო აქ. ხო, გამომწერების რაოდენობა ყველა მიმართულებით YouTube-ზეც, Spotify-ზეც, Spotify-ზე ყოველთვის ნაკლები აქცენტი მაქვს და ყველა სოციმედიაში იზრდება, აი არასდროს არ ჩერდება ესე ვთქვათ რა. ამ მზარდი ხარ პერმანენტულად. საკმაოდ მზარდი, ნახვებით მზარდი, გამოხმაურებაც მზარდი. ასევე ერთგული მაყურებელი, кейსები პროდუქტის დასახელების და გაყიდვის, მაგალითად წიგნების, მაგალითად საფლიმენტების და ასე შემდეგ. და შეხარ ბიზნესი. მოიცა არ წახვიდე. ხო, მაგრამ კითხვა. მოიცა, ისეთი რაღაც გააზიარი, მოიცა, აქ უნდა დავსვათ კითხვა. რისი შედეგია ეგ? რისი შედეგია? ხო, აი ხა რო ჩამოთვალ. ოკეი. შრომის თავდადების ხარ თქმის იმისი რომ აი ეს არის ჩემი ხარისხი და ამაზე ქვემოთ მე არ ჩამოვალ. მე იმიტომ კი არ წამოვედი სამსახურიდან პლუს ხო ერთი აღვნიშნე რომ ინტერესი აღარ მქონდა უკვე იმ ყველაფრის, მაგრამ აქეთ არის ის რომ სად გაქრა ეს ინტერესი? სად? არ გაქრა, უფრო ვიტყოდი რომ ფორმა იცვალა რა, იმიტომ რომ და მაგასაც გეტყვი უბრალოდ რო არ დამოვიწყოს ამას დავასრულებ. და დამოვიწყო მაინც რას ვამბობ. არა უშავს. ხო. ხო და გავიხსენებ, 2 წუთი მინდა გავიხსენებ. ხო, და მოკლედ ეს ყველაფერი არის და რისი შედეგია ეს მაგაზე ლაპარაკობდი? ხო, შრომის და რო თქვი რომ აი მაგალითად მე არასდროს არ დავუჯდები სტუმარს მომზადებელი. მე მექნება ყოველთვის მომზადებული თემა, კითხვები და მეცოდინება რა აი რა ხსეხა ვიტყვი ყოველთვის ისეთ რაღაცას. ხშირად არის რომ კითხვებს რო წერ და სტუმარს ვეკითხები, ვიცი რა პასუხი მინდა რომ გამცეს. ანუ პასუხიც ვიცი. და თუ პასუხი არ არის ის, რაც მე მინდა, ანუ
ამოწურვადი და რაღაც ანუ შეიძლება სხვაგან წაიყვანოს, მაგრამ ამოწურვადი იყოს, მაგრამ ვერ ამოწურა. ანუ ეს წარმოდგენა მე უნდა მქონდეს, რომ აი კიდე რა იმ პასუხი იმკითხოთ და რა უნდა წამოვიღო. აი ეს და რაღაცნაირი შეგრძნება იმისი რა კითხვა შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს. აი ეგ არის იმისი გარანტი რაც მოხდა ამ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რა, გახდა გარანტი. ანუ შენ ხარ მაყურებლის ადვოკატი? არა, ადვოკატი არა. აბა რა ხარ? ადვოკატი წარმოადგენელს გულისხმობ? ხო, წარმოადგენელ. არა, არ ვარ. მე ვარ რიგითი მაყურებელი, რომელიც დაჯდა და კითხვებს სვავს ხო, ну, რა ადვოკატის სიტყვა ხო რაღაცა ვერ იმას ვქენი, მაგრამ ეგ აზრი ეგ. კი. ანუ შენ მაყურებლის გადმოსახედიდან უყურებს სტუმარს და რა კითხვას დასვავდა მაყურებელი, ცდილობ რომ ეს განახორციელო. და ამას გიფასებ შენი მაყურებელი, ამას ამბობ? და ხარისხს. და იმას, რომ მაგალითად თემა და სტუმარი არის შერჩეული ისე, რომ კარგად მოხდეს ტანდემი და ისაუბროთ ამაზე როგორც საჭიროა. აი მაგას კიდე. ხო და როგორია ეხლა დღეს ეს ბიზნესი? ხო დაიწყე, ხო გახდი მეწარმე. აჰა. ხო მიხვედი ახამდე. კი. ოკეი, ანუ ინტერპრეტაციები. მე ჩემ კითხვას დავსვავ ერთს. დასვი. აი ეს ვერ ითფენს ორ პოდკასტის წამყვანში ერთ-ერთი ვერ ითფენს რომ სტუმრის კაბზე იჯდეს, მაინც დავაზუსტებ რა ხდება. არა, უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ დამოვიწყდება და მაგიტო არ მაქვს მეგეთი მეხსიერება რომელიც იმახსოვრებს და მიყვება მე რა. არის დარდ. აი ამ ყოველ მონაცემის გათვალისწინებით ახლა რაც თქვი და ეს რაღაცა მაჩვენებლები კიდე და სტატისტიკები როგორ იზრდება და გაყიდვების რაღაცა ლინკზე კლიკების, გადასვლების და ასე შემდეგ. მოგინდებოდა თუ არა ამ პოდკასტთან შენ რო ბიზნესი იყო ჩემ პოდკასტთან თანამშრომლობა თუ მოგინდებოდა რატო და თუ არ მოგინდებოდა რატო როგორც ბიზნესმა როგორც მარკეტერმა თუნდაც რომელიც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს კომპანიაში აი მაგ კუთხით მაინტერესებს შენი იცი რამ ეხა ცოტა სუბიექტური ვარ როგორც პოდკასტის წამყვანი მოდი ხა პირდაპირ ობიექტურად ვიტყვი, რომ ეხა მგონია, რომ ჩემი შეფასება უფრო სუბიექტური იქნება, ვიდრე წმინდა აი მარკეტოლოგი რო ვიყავი და მარკეტინგის ხარეს რო ვიყავი და პარტნიორებს რო ვირჩევდი. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრა, რომ მე მჯერა აი რაღაცა ძალიან ქორბილიფამდე ან დაჯერებამდე მინდა რომ მიგიყვანო რაც მაქვს. მე მჯერა როგორც კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი ადამიანი 30 წელია კომუნიკაციას ვაკეთებ და არასოდეს არ შემიცვლია ეს დაჯერება კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი არის მხარე რომელიც კომუნიცირებს კიდევ ერთხელ გამიმეორებ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი არის მხარე რომელიც კომუნიცირებს და როდესაც მე ბრენდების ადვოკატი ვიყ, სულ მაგას ვიცი, ხო იცი, მარკეტოლოგი არ ვამბობდი, სულ ვამბობდი, რომ ბრენდის ადვოკატი ვარ. რატო იცი, მე მაქვს იურიდიული განათლება. ანუ და მიუხედავად იმისა, რომ იურისტად ერთი დღე არ მიმუშავეა და იურის დოქტორი ვარ წოდებით. და სამეცნიერო წოდება მაქვს იურის დოქტორი, სისხლის სამართალში ვარ დოქტორი. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ჩემი ადვოკატობა სუბლიმირდა მარკეტინგში და მე ვიყავი ბრენდების ადვოკატი. ანუ მე ვიყავი ადვოკატი იმ ბრენდების, რომელთანაც თანამშრომლობდი, რომელიც ქირაობდნენ როგორც თანამშრომელს, ან როგორც სააგენტოს ბევრ როლში ვიყავი სხვადასხვაში. აქედან გამომდინარე, აი ეს პასუხისმგებლობა, რომ იქეთ ამ ხარეს გაეგო, მე რისი მიტანა, მინდა არასოდეს არ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და ძალიან როგორ თქვა, ალბათ ძალიან ერთგული ვარ ამ იდეის საკუთარ თავში, რომ არ გავიშვირო თითი იქეთ ხარეს. და მოვთხოვო ჩემ თავს, რომ ბიჭო, თუ ვერ გაიგო იქეთ ამ ხარემ, ესე იგი რაღაცა დავაკელი. ან რაღაც არ მივიტანე, ან სხვანაირად უნდა მეთქვა, ან სხვა დატა უნდა მომეტანა, ან ამ ადამიანისთვის რაღაცა სხვა რამე არის მნიშვნელოვანი, ან მისი კონტექსტი უნდა გამეგო უკეთესად. აი სადღაც მანდ. და თითქოს აი ეს მომენტი, რომ იცი რამდენჯერ ყოფილა ასობით შემთხვევა იყო, რომ აი რამდენი კამპანია მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, იმდენი ჯანმრთელობა მომეცეს. და 101 ან 107 კამპანიაზე, როდესაც ჩემი ინტუიცია მეუბნებოდა, რომ ესე და მე წავსულვარ და ფოკუს ჯგუფში გადამიმოწმებია და რამდენჯერ
შემცდარ ვარ, იცი? ძალიან ბევრი. იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა აკეთო ბოლოს, მაინც მიდიხარ იქამდე, რომ ყოველი ახალი кейსი არის ახალი. და იმ ახალ кейსს ყოველთვის არ შველის შენი არც გამოცდილება, არც სოდნა, არც არაფერი რაც აქამდე აკეთე და ყველაფერს ახლებურად უნდა შეხედო და დააჩენენჯო საკუთარი თავი. ბიჭო, მე რა 800 კამპანია გამიკეთებია და წარმატებული იყო. ეგება ეს არის 101 არის, რომელზედაც რაღაცა მაქვს ასწავლი. არც უპასუხე შენ კითხვას, ეს დამოკიდებულება რომ თითქოს იქეთ ამ ხარეს რაღაცა არ კლიკავს ისე როგორც მე მინდა, აი როგორც შენ ამბობ რომ კითხვას უსმევ, წინასწარ ვიცი ზუსტად როგორ მინდა პასუხი მივიღო, რაღაცნაირად შენ აყალიბებ როგორც ხვდები იმ მომენტში იმ ხარისხის სტანდარტს, რომელსაც დაეძებ სტუმრისგან. აი ეს რომ მიიღო შენი პასუხისგებლობა ეგ. გინდა სტუმრისგან, გინდა მარკეტინგისგან, გინდა მსმენელისგან, ასე უყურებ. მაგიტომ ამბობ რომ სწავლობ ამ სფეროს, ეს სფერო ჩემს არის ტოტალურად ახალი. ბევრად უფრო დემოკრატიული იმ ყველა სფეროდან, იმ სფეროსთან შედარებით, რაც მიკეთებია და მიკეთებია უამრავი და ძალიან ბევრი ფორმატში და აი თუნდაც ის რომ შემიძლია დავჯდე და გვანცასთან, რომელიც თუნდაც 1 წლით ჩემზე ადრე დაიწყო პოდკასტი, თუნდაც ჩემზე ასაკით ახალგაზრდა არის, თუნდაც ის რომ არ ვიცი მარკეტინგში შეიძლება ორჯერ მეტი გზა ვიარე ვიდრე მან იარა, მაგრამ სთილ თქვა რომ რა იცი კვანცა მე შენგან მინდა რომ ვისწავლო. და არ ტეხავს ეგ. ანუ ხო ხტები, ხო შეიძლება ერთ მომენტში მოგიკაკუნოს იმე ბიჭო, მე ასეთ ამდენი რამე მიკეთებია და როგორ უნდა ვთქვა? არა, მე ეხავ სწავლობ შენთან და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ისწავლის სხვა. მათ შორის დაფიქრდება შეიძლება უამრავი ადამიანი, ვინც ადრე პოდკასტებთან არ თანამშრომლობდა და ეხლა შეიძლება დაფიქრდეს, ეგება ღირს ამ ხალხთან თანამშრომლობა. აი თუნდაც ეგ. ან ვიღაცამ გაბედოს და პოდკასტი გააკეთოს, ეგება ვიღაცა ერთი თემა ისე აინტერესებს და დარწმუნებული არის, რომ ამ თემის გაზიარებით სხვას მოუტანს სარგებელს. და გაბედოს და გააკეთოს თავის თემაზე, რავი, ცხოველების თემაზე, ან სულიერების თემაზე, ან რაღაცა სხვა თემაზე, ხა შენ გაქვს ასე თვითგანვითარებაზე, ფსიქოლოგიაზე, რაღაც თემები გაქვს მოსული, ხო, როგორც მე ეს. თვითგანვითარება, თვითშემეცნება, მეცნიერებაც, მე ვამბობ ესე, რომ ფიზიკური და სულიერი კარგად ყოფნა, პლუს რაღაც მეცნიერული შტრიხებით შემოდის ხოლმე რა, რაღაც მაინტერესებს, ან ხვდები რომ რაღაცას მაყურებლებს დიდ რაოდენობას შეიძლება აინტერესებდეს. კიდე ხშირად არის რომ მაყურებელი თვითონ წერს და მეუბნება რომ აი ეს შეიძლება საინტერესო გახდეს რა და შეიძლება ძალიან ესე თქვა კავშირი შედგეს რომ მეც მიფიქრია მაგაზე და უი რა კაი ესე იგი აინტერესებს და მოდი ეს თემა გავაკეთოთ ეგეთი შემთხვევების ხშირად ყოფილა და ხო ეგეთი მიმართულება არის რა იქნება ახლა ესე აი რო გითხრა რა ხო ეს რაღაც სტრატეგია ხო როგორც არსებობს არ მაქვს ეგეთი სტრატეგია იქიდან გამომდინარე რომ თავის დროზეც აი ესე დავიწყო დავждე ვინ იქნება სტუმარი всё შენ იყავი დასტური ამის ამ შენ ხამ დიალოგს უყვები შენ თავს ეკითხებოდი დავიწყო კი ხომ არ დამეწყობა კითხები და კი დაიწყე რატო არა და ვშოთ ანუ მაშინ იყო რომ აქციები გაზაფხულის აქციები დაიწყო და ვის რა შეინტერესებს ეხლა თქო ესე ვიფიქრე და მე მქონდა აი ხო იცი შინაგანად რო იქ ჭამს რა უნდა გააკეთო თორე გაგიჟდები რომ კედლებს შეიძლება შეეხე თქო და მოდი ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რაც ეხლა საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს თქო, მაგით გავხსნით თქო, იმიტომ რომ იდეა სხვა იყო, სხვა თემებით დაწყება იყო, მაგრამ მაშინ იყო შფოთვაზე, პირველი შიშებზე, იმიტომ რომ ეგ პერიოდი იყო საზოგადოებაში ეგ ტრიალებდა რომ ყველა შფოთვა ქონდა და შიშები და ანუ მოვარგე ესე ვთქვათ ინტერესს და ეგრე გავედი რა, ხო. განსა როგორი არის მეწარმეობა შენთვის. ეხა ხო გახდი მეწარმე. მივედი იმ წერტილში. არ დაგავიწყდეს რომ სამეწარმეო ბიზნეს პოდკასტში. ხო. ანუ ორი კითხვა მაქვს შენთან. პირველი, როგორი არის რომ ბოლოს გადაწყვიტე და გახდი მეწარმე და ხელი გაუშვი რაღაცა კარიერას, რომელსაც აშენებდი ცხოვრების მანძილზე, ესე პირველი კითხვა. და მეორე, როგორი არის პოდკასტი, როგორც ბიზნესი. პირველი კითხვა გამიმეორე. როგორი არის შენთვის მეწარმეობა?
აი იმ წერტილში, სადაც იმყოფები დღეს. აი გაქვს პოდკასტი, ეგა შენი ბიზნესი ხო დღეს? ჩემი შემოსავლის წყარო, ხო? მოიცა შემოსავლის წყარო არის თუ ბიზნესი? ეს არ არის ერთი და იგივე ჩემთვის. მითხარი შენთვის რა განსხვავებაა და გეტყვი. შემოსავლის წყარო ჩემთვის არის სამსახურის. მე შეიძლება ვიყო დაქირავებული, ეს იყოს ჩემთვის შემოსავლის წყარო. ხო. ამ შემთხვევაში ალბათ გულისხმობა შენი თავის დამქირავებელი გახდა. ხო, ანუ შემოსავლის წყარო და ბიზნესის ჩემ შემთხვევაში ხა ერთ და იგივეა. ხო. მაგრამ ასპექტი ბიზნესის ოდნავ მაგაზე დიდია ვიდრე შემოსავლის წყარო, ხო? კი. მაგრამ დავურქვეთ. მაგრამ უყურებ როგორც ბიზნეს? ობიექტურად არა. ოკეი. რა გიშლის ხელს რომ შეხედო როგორც ბიზნეს? აი ესეთ არ ვიცი, შეიძლება ხა ისეთ თამაში ვიხები, მაგრამ ფულის საკეთ, აი უხეშად ვიტყვი რა ძალიან, ფულის საკეთებელ საქმეთ ვერ აღვიქვა ამ ყველაფერს. ეს ჩემთვის არის საქმე, რომელიც არის აი რა ვიცი, ყველაფერი ეხა ამ მომენტისთვის, ანუ ყველაფერია მართლა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ჩემი ცხოვრების ყველაფერს დროს ამას უთმობ. რომელსაც მოაქვს შემოსავალი ბიზნეს იქცა, მიხვდი? აი რო დავჯდე და მე საკმარისია შემოსავალი შენთვის თუ მეტი გინდა? მეტი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რატო? ერთი იმიტომ რომ ხვდები რომ პოტენციალი აქვს ძალიან დიდი. კონცა რამდენად მეტი გინდა? დღეს ასაც გაქვს აი რამ 3-ჯერ, 4-ჯერ, 2-ჯერ, 10-ჯერ. არ ვიცი. აი მის უამბობ რომ ჩემთვის საკმარისია ისე რომ მე ვიგრძნო თავი კარგად რა. ეს კარგად ყოფნა ხო ძალიან ისეთი თემაა, ვის რა გემოვნება აქვს ხო, კარგად იყოს. მაგრამ აი ჩემი რაღაცა სურვილები რომ დაკმაყოფილდეს და არ მქონდეს იმისი ფიქრი რომ აი ხვალ რა ვქნა. ციფრი გააქვს თავში? კი. ოკეი, გინდა გააშვერა? არა. ოკეი. ხო, ანუ ეგრე ვარ, არ მაქვს აი რაღაც ესეთი რომ აი ხა მე როცა ერთი წლის თავზე პირობითად დათქმული მაქვს, რომ აი ეს იქნება ჩემი შემოსავალი, ესეთი განწყობა არ გამაჩნდა. კონცა რაღაცნაირად მესმინება ეს ფულის კეთების მანქანა. ხო. აი რაღაც ფულის კეთება, მანქანა. არ ვამბობ ცუდად, ჯერ შეფასებას არ ვაძლევ, მაგრამ რაღაცნაირად ჯერ ვერ გავიქი, მე თვითონ ვერ გავერკვიე, მაგიტომ ვთქვი, რაღაცნაირად რადგან თქვი ვერ გავერკვიე ჯერ. ხო და შენთვის რადევს მან აი ეს ფულის კეთება რასთან ასოცირდება და საიდან აქვს ეგ ასოციაცია? ხო ვიცი რომ შენ ცნობის მოყარეობა მომძრავებს, ეხლა რაც გიწერია მან. იცი როგორ არის მაგაში გულწრფელი ვიქნები და ეხლა გეტყვი რომ ბოლომდე არ ვარ, აი როგორ გითხრა, არ მიფიქრია რა მაგაზე ბევრი და არ მაქვს რაღაცა კონკრეტული წარმოდგენები, რომელიც აი ეს არის, ესე ვთვლი და ესე უყურებ. ფულის კეთება ხო როგორც ჩვენთვის საკმარისელი არასდროს არ იყოს და ეხლა რაღაც შემოსავალი გაქვს და მე კიდე მეტი და ვერასდროს ვერ ჩერდები. მე ძალიან მინდა ესეთი რაღაც რო დარჩეს ჩემთვის ამ საქმიანობიდან გამომდინარე, რომ სიამოვნება, რომელსაც მე ამ საქმით ვიღებ, ეს ამ სიამოვნებამ არ გადაწონოს ფული. ხვდები რას ვამბობ? აი ეს მინდა, თუ იქნება თანაბარი, ეს არის იდეალური, აი იდეალური. კონფლიქტი არ მოვიდეს ერთმანეთთან მაგას გულისხმობ? ეგ იქნება იდეალური, თუ არა და ცოტა სიამოვნება ზემოთ რო იყოს და ცოტა ფული ქვემოთ რო იყოს, მაგაზე ოკეი ვარ, მაგრამ ზემოთ იყოს ფული და სიამოვნება ჩამოვიდეს, აი ეს აი როგორ გითხრა, ისევ მომცემს იმის შეგრძნებას, რომ ვარ დაქირავებული ტიპი, რომელიც ვიღაცის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ თვის ბოლოს ხელფაში ჩაერიცხოს. მიხვდი რას ვამბობ? ხო, აი. კი, ზუსტად გავიგე. ეგა. ხო და როგორ ინარჩუნებ ამ ბალანსს? რა გეხმარება რომ ეს ბალანსი შეინარჩუნო, რომ ინტერესი იყოს ფულზე მაღლა? ამავე დროს არ გაგექცეს ის, რომ ოკეი, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ ამ ბალანსს ვინარჩუნებ. შენთვის ხო ეს ბალანსია მნიშვნელოვანი, როგორც მე მესმის. კი, იცი როგორ, აი მაგალითად თუ არის რაღაც შემოთავაზება კომპანიისგან რა და ხვდები რომ ისეთ თემას თავაზობს მაგალითად უნდა რომ რაღაც განვიხილოთ რა ისეთ თემას თავაზობს რომელიც ხვდები რომ ჩემი ინტერესი კი არა საერთოდ ეხა ეგ ინტერესი არ დგას რა საზოგადოებაში რომ ამ თემაზე განხილვა იყოს ან პლუს თავაზობს ისეთ რაღაცას რომელიც ჩემს პოდკასტის თქვა ღირებულებებში მოდი ესე ვთქვა არ ჯდება
უბრალოდ უნდა ხვდება რომ ძალიან კაი აუდიტორია, ხვდება რომ კარგი ჩართულობაა და აი უნდა რომ რაღაცა გააჟღეროს და თქვას და ილაპარაკოს რა. აი ეგეთ მომენტებში ვამბობ უარს. რომ ვერ კავშირს ვერ პოულობ ესე ვთქვათ რა და ადვილია შენთვის უარის თქვა. კი. გახდა. ხო, რა მოიტანა? არ ვიცი, ალბათ მოიტანა იმან რომ ეხა სხვა პოდკასტის იმაში გადავალ შენი მეორე. არიდართ. ის შვედია. ხო, მოიტანა იმან რომ მივხვდი რომ ეს შინაგანი ბედნიერება და კმაყოფილება შინაგანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბევრ რაღაცებთან მნიშვნელოვანია და აი მაგის გაცნობიერება მოიტანა რა მირჩევნია რომ აი ეს მქონდეს, ვიდრე ის მქონდეს. და მისწავლე უარის თქვა. ვისწავლე უარის თქმა, რაც არ ვიცი. ძალიან საინტერესოა. მაყურებელსაც მიმართავ, რამდენად თქვენთვის არის ადვილი უარის თქმა. ხო. ეგ გონია რომ ხელო. სხვადასხვა ერთი რაღაცა მინდა გითხრა, რომ ჩვენ ბიზნეს პოდკასტში ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ადამიანურ მომენტებზე, იმიტომ რომ ჩვენთვის პირველ რიგში ენტერპრენიორი არის ადამიანი. და ენტერპრენიორობა ბუნებრივია ამ ადამიანის სპეციფიური კონტექსტი არაშიც მოღვაწეობს, მაგრამ ენტერპრენიორების უკან ამ კონტექსტის უკან ადამიანური კონტექსტი მაინც არის. ამიტომ მე ყოველთვის ენტერპრენიორებს ადამიანურ კითხვებს უსვავ. რომ ის არის, რა ქვია, რომ ადამიანი წარმოვაჩინო, აი წარმატებულია, როგორ თქვა, წარმატების როლის მიღმა რა არის ნაღდი და ადამიანური მაგას ვეძიები სულ. ამიტომ არ გაგიკვირდეს. მიხარია ძალიან მithkom. იცი რა მითხარი და ამ ბალანსის მიღება. ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ნელ-ნელა წავიდეთ რამ განაპირობა შენი პოდკასტობა. არ ვიცი შეიძლება მაყურებელმა იცოდეს ან არ იცოდეს, მაგრამ გვანც არის მაგისტრი ხარ და ბაკალავრი ხარ ბიზნეს ადმინისტრირებაში, ხო ეგრე? ან ბიზნეს ადმინისტრირება იყო შენი სპეციალობა. ფინანსები. თუმცა ანუ არ მიმუშავე არასდროს არც ერთი წამი და შენ მოკლედ ისეთი ფინანსისტი ხარ, როგორც მე იურისტი, ხო? გავიგე. მაგრამ ნუ მაინც ბიზნესი, მაინც რაღაცნაირი ბექგრაუნდი გაქვს, ანუ ხო, ანუ საბოლოო გეხმარება ეხა შენ პოდკასტის მართვაში, ეგ ცოტა. მე ძალიან მადლობელი ვარ მაგ გამოცდილებებით. ცოდნის გამოცდილებით, რაც უნივერსიტეტში მივიღე და ნუ ბიზნეს ადმინისტრირება ხო როგორ იყო, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსების გაყოფა იყო და რომელიმეს ირჩევდი, მე რატომღაც ბოლო კურსი გადავწყვიტე, რომ ფინანსები ამერჩი, იმიტომ რომ პრაქტიკულ გამოცდილებას მივიღებთ ხო და არა თეორიულს ხო და თეორიულ სამსახურში სადაც მივიღებთ ხო და ვისწავლე ფინანსები, მაგრამ ციფრებთან ურთიერთობა და ეს რაღაცნაირი ყველა საოცარ საქმეს აკეთებენ ფინანსისტები, მაგრამ ეს რუტინულ რაღაცნაირი კომპიუტერთან ყოფი 24 საათიანი. მაგრამ ჩემით, იმიტომ რომ ჩემი სახელი არის გვანცა ცელქს ნიშნავს. ჩემთვის მოკლედ არ არის რა. ესეთი ბედნიერების მომტანი. და წავედი მარკეტინგში და ნუ ეს რაღაცა და გადახვედი მარკეტინგში. არა, 18-ის არა, ის ხო დავამთავრე ფინანსები, მაგრამ 19-ის ვიყავი, ჩვენთან იყო ეგეთი აგრარულ უნივერსიტეტში ეგეთი რაღაც, რომ ბოლო კურსზე და მესამე კურსზე თუ გინდოდა, შეგიძლია რომ უკვე დაგიწყო მუშაობა და სტაჟირება თუ რაც იყო რა და მე მაშინვე დავიწყე 19-ის ვიყავი, რომ სტაჟირება დავიწყე. ანუ ჯატუნღა ჩემ მოგონებამ ესე ჩათვალა, რომ გამოცდილებას მივიღებდი უშუალოდ სამსახურში და არა ვთქვათ მარტო სწავლით რა და ეს იმიტომ რომ დამედა და მაშინ სტაჟირებები იყო და პირველი სტაჟირება დავიწყე ესე 19 წელს პროექტების მენეჯერის ასისტენტი ვიყავი ერთ-ერთ სხვადასხვა კომპანიაში და მე მიყვა ხან გაყიდვებში ვიყავი ხან მარკეტინგში ვიყავი ესე ხან ორივეში ერთად რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა დღეს ბევრ ამაში აი რა ვიცი ყველაფერში და მე სულ ვამბობ რომ აი ბოლო პერიოდში ხო მაგალითად ბრენდ მენეჯერის პოზიციაზეც მიმუშავია ბოლო პერიოდში იქ იყო ჩემი სამუშაო აღწერა ესე ვთქვათ და პოზიცია და იყო მომენტი რომ აი აღარ მომწონდა იმ კომპანიაში ყოფნა სადაც ვიყავი და მინდა და შეცვლა რა და მაგალითად ვიყავი ორ გასაუბრებაზე წასული და ამ ორ გასაუბრებაზე რომ მივედი ეხლა თუ მოусმენ ამას ჩემი კომპანიის უარი მითხრეს და
გულწრფელად ვიტყვი, იმიტომ რომ მაგარი ვარ არა, ალბათ უბრალოდ სწორად ვარჩევდი კომპანიას და მას რა ქვია, ვაკანსიას თორე. უარი, და ეგეთი რაღაც არ მქონია, რომ უარი არ უთქვამთ რა. და მაშინ აი რაღაც დავღონდი ესე ვთქვათ, რომ აი რაღაცა ვერ გადავდივარ. და ეხლა ისეთი მადლობელი ვარ მაგამ, იმიტომ რომ მაშინ ალბათ, დიდი ალბათობით, ცოტა მოყარა პოდკასტი არ გაჩნდებოდა, არ შეიქმნებოდა რა ის. და ის რომ მქონდა განსთა ბოლო წლებში განსაკუთრებით აი ეს თვით შემეცნება რომ დავიწყე, ხო? წიგნების კითხვა რომ შევიყვარე და აი რაღაც აი ამ პროცესებში რომ ჩავერთე სულ, მქონდა შეგრძნება რომ ჩემს პოტენციალს ვერ ვიყენებდი ბოლომდე. ამიტომ შესაძლებელია თავის დროზე ეგ გაკეთებული არჩევანი რომ მარკეტინგში ყოფილიყავი ბოლომდე ჩემი არ იყო რა, იმიტომ რომ შეიძლება ზუსტად იმიტომ მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია თავისი პოტენციალი 100%-ით გამოიყენოს და დახარჯოს თუ ისეთ რაღაცას აკეთებს მას რაც რეალურად სიამოვნებას ანიჭებს. და შეიძლება ჩემი საქმე არ იყო მაშინ ის. უბრალოდ აი ესე მივყევი და შეიძლება ბევრი დაჯერებებით რაშიც ცხოვრობდი მაგ პერიოდში, ჩემ თავს დავაჯერე რომ ეგ იყო ის რის ეკეთებათ მე მინდოდა. მიხდი რა სამბავ და მე გამოჩნდა პოდკასტი და მიხდი რომ ეს აი და იმ მომენტში უარსო გეუბნებიან მტკივნეული შეიძლება იყოს. ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ აი თან ხოცი რო გინდა რომ იქიდან წამოხვიდე რაღაცა აი ბევრი დაძაბულობა გაქვს რაღაცა ნერვების გიშლის ყველაფერი და აი გონია რომ ახალ სადღაც რომ მიდიხარ იქ შვება არის და იქ რო გეუბნებიან უარს და შენ და რეალურად ეგ უარი ეგ ტკივილი არის ის რომ თან მე არ ვარ ის ადამიანი რომელსაც აი მაგალითად უარი შენდა დაждდება და იტირებს და იტყვის რომ და ის რა მომივიდა მე უფრო ისეთი ის მაქრო დავждები და აი ხლა რა გავაკეთო და ეს რაღაცნაირად პოდკასტი ხوار გავაკეთო იმიტომ რომ სიცარიელეში ყოფნაში მოვიდა ეგიდია კი იმიტომ რომ ის კი არ მქონდა მე რომ აი მაგალითად შემოსავლის წყარო მინდა გავზარდო ჩემი თავი სხვაგან მინდა გამოვხატო ანუ ან გამოვშთე საზოგადოებაში ხო ვიღაცებს აქვთ რომ ეს საზოგადოებაში გამოჩენა უნდა შეიძლება ძალიან წარმატებული მარკეტერი იყოს სიტყვაზე ვიძახი და უნდა რომ ფართო მასაზე გავიდეს უცებ და უფრო და გააკეთოს არ ვიცი პოდკასტი კი რაღაცა სოციალურ მედია მოხდოს სიტყვაზე ვამბობ ხო ჩემ შემთხვევაში ეგ არ იყო რომ ფართო მასაზე ან რამეზე მინდოდა გავსვა მინდოდა ჩემი შემოქმედებითი ბუნების გამოხატვა და ეგ იყო რომ პოდკასტი ხوار გავაკეთო კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. იცი რა მითხარი გვანცა? ეხლა ძალიან შეიძლება სულაც ძალიან ბევრია, ცოტა, ნამშოვაკ, რაღაც რაოდენობა ადამიანების გვისმენს, რომელიც შეიძლება შენაირად არის რაღაც ბრენდ მენეჯერი ან რაღაცის მენეჯერი ან რაღაცა აქვს თავისი რაღაცა იდეა. სულაც არ არის აუცილებლად რომ პოდკასტის იდეა, რაღაცა სხვა იდეა აქვს თავისი მას აწუხებს ან სულაც არ მოწონს რასაც აკეთებს და ვერ ბედავს ან საკუთარი იდეა რაც აქვს ის განახორციელოს ან ვერ ბედავს რომ იმ დისკომფორტულ სიჩუმეში წავიდეს ან სიცარიელეში რომ აი იმ სიცარიელეში დაუსვას საკუთარ თავს კითხვა კი მაგრამ ეგ თუ არ მინდა რა მინდა მაშინ სადაც შენ მოგივიდა პასუხი რომ აი პოდკასტი ხო არ გავაკეთო სივრცე ხო ამ ადამიანებს რას ეტყოდი? რას გაუზიარებდი ან რას ურჩევდი? კი ბატონო, ერთ რაღაცას ვიტყვი რომ იმ დღეს მითხრა ერთმა ჩემმა დიდმა მეგობარმა, მაგრამ უნდა მოკვდე რომ გაცოცხლდე. და ეგ დისკომფორტი უნდა ყველამ გაიაროს ჩემი აზრით. დანარჩენი ნებისმიერი ქაქცევის საშუალება რაც იქნება ახალი სამსახური, არ ვიცი რაღაცის მოფიქრება, ეგ ნიშნავს რომ მაგ დისკომფორტს არ გაივლი და მაგას თუ არ გაივლი და არ მოკვდები, ახალი არ გაჩნდები და არ დაიბადები. ამიტომ ყველას ურჩევ რომ არ არიდოს თავი არაფერს მსგავს. პირიქით სიხარულით შეეგებოს ეგეთ მომენტებს, იმიტომ რომ ეგ არის ალბათ ყველაზე გარდამტეხი ეტაპი ადამიანის, გარდამტეხი ეტაპები, შეიძლება ბევრი იყოს ეგეთი ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ თავით გადაეშვას მაგ დისკომფორტში, თუ უნდა რაღაც ახალი შექმნას და საერთოდ მე მგონია ესე რომ ყოველთვის უნდა გააკეთო და მე რეინანო, ვიდრე არ გააკეთო და ისინანო. ანუ ჯობია იცოდე რომ გააკეთე რა, რაღაცა გედო გულში და ფიქრობდი რომ ხა მინდა რომ გავაკეთო და ჯობია გააკეთო და მე ვთქვა რომ არ გამომივიდა სინანულის კიდე ესეთი ხმამაღალი სიტყვა, უბრალოდ არ გამომივიდა და ვისწავლი ამითი
რომ არ გამომივიდა. ვიდრე არ გააკეთო და იმაზე იფიქრო მე მთელი ცხოვრება, რომ აი ის რო გამეკეთებინა ნეტა როგორ იქნება და ის რო გამეკეთებინა ნეტა როგორ იქნება. თუ ეხა ისეთი ძლიერი ტიპი ხარ, რომ მაგაზე აღარ იფიქრო მე და იქ მოკლა რომ არ გავაკეთე და მორჩა, კი ბატონო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ადამიანებმა უნდა ცადონ რა. არ ვიცი რა არის დამაკოლებელი. ხვდები კი მესმის იქ რომ სტაბილურ ხელფასს ვერ ეშვები და იცი რომ ეს გჭირდება რაღაცა ვალდებულებები გაქვს შეიძლება რომელსაც ვერ ამბობ რაღაცის გამო მაგაზე უარს ანუ აი ბევრ რაღაცაში ხარ შეიძლება მაგრამ ყოველთვის აი შეგინდა დაგრხნის თუ იმას არ გაკეთებ რაც აი ინტუიციის დონეზე რაღაც შინაგანი ხმა გეუბნება რომ ქენი იმენა იცი რა არის განსა ბევრ ადამიანს არ უყვარს დისკომფორტში ყოფნა ჩვენ საერთოდ ისეთი არსებები ვართ კიდე სამსარას შეხედო არს კიდე ფროიდის სიამოვნების პრინციპს რომელიც ჩემთვის და იგივე არ მგონია რომ უბრალოდ სამსარა მოიწეპა ფროიდმა რომ ჩვენ ვართ მოწადინებული რომ ვეძიოთ სიამოვნება და გავიქცეთ ტკივილს. ანუ დისკომფორტი ტკივილი ახლოს არის ერთმანეთთან დიდი არაფერი არ გაუყვია ამ რაღაცას. ხო და აი ამ მდგომარეობაში თუ არა მაქვს მე უნარი რომ ამ ჩემ დისკომფორტს ტკივილს სიცარიელეს უაზრობის განცდას ან თუნდაც იმედგაცრუებას რომ აქამდე რაც ვაკეთე თურმე არაფერი არ მომიტანა არ მიხარია ცხოვრება, რა ვიცი, ხვის იდეას გავყევი, ბებია მეუბნებოდა ექიმი გახდიო, მამა მეუბნებოდა იურისტი გახდიო, რა მნიშვნელობა, აი ამ პროგრამის გავყევი და თურმე აღმოჩნდი ხვის გზაზე და ჩემი გზა სულაც არ მირჩევია. რამ შეიძლება დამეხმაროს, რომ ამ დისკომფორტს აი ამ დისკომფორტის გამოწვევაში შევიდე, ვიყო ამ დისკომფორტშიო და ვეძიო პასუხებს ჩემში. აი რა შეიძლება დახმარების სახით მივიღო? ერთი ის რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი გრძნობები და შეგრძნებები, გაიგივებული გვაქვს რომ დისკომფორტი ვარ მე და სინამდვილეში ფორმულირება ხო ეგეთია რომ დისკომფორტს ვგრძნობ მე და არ ვარ მე დისკომფორტი. და ეგ უნდა გავაიგებოთ რომ ეხა სიცარიელე კი არ ვარ, სიცარიელეში ვარ, მაგრამ მე ვარ და სიცარიელეც არის და სიცარიელეს ვგრძნობ მე. ეგ შეგრძნება მგონია რომ ასნაირად უნდა გაცალკევდეს და ეგ უკვე გვეხმარება იმაში რომ არ შევიდეთ მაგალითად მსხვერპლის როლში, არ გქონდეს თვითგვემა და გამოწვევა მივიღოთ რა. აი მე მაგალითად ეხლა ბოლო პერიოდში მქონდა რაღაც ბევრი გამოწვევები, თუნდაც რაც ვახსენე სამსახურიდან წამოსვლა რაღაცები და ისედაც ხო ამ პროცესში ხო არის ბევრი გამოწვევა, რომელიც არის დაკავშირებული თუნდაც ფინანსებთან, ხო? ეხლა ადრეს თქვი და ეხლაც გვიტყვი, რომ სტუდია ჩემი არ არის, შესაბამისად მე ვქირაობ ამ სტუდიას და ეს ხარჯია, ხო? ყოველ კვირეული, რომ როცა წერ ამას. რამდენი პოდკასტი წერ კვირაში? გაჩნია, ეხლა მაგალითად ის მაქვს დადებული მაქვს რამდენიმე პოდკასტი და მინდა რომ ცოტა ჩემ თავს ამოსუნთქვის საშუალება მივცე, იმიტომ რომ ჩაწერე წინას. ხო, სხვა პროექტებზეც მუშაობ, ანუ ვორქშოპები გავაკეთე, ვორქშოპის კონკრეტული ერთი ვორქშოპი მოვიფიქრეთ, უკვე გავაკეთეთ მეორეჯერ წარმატებულად, ვმუშაობ შემდეგ ვორქშოპზე, სემინარები, ლექციები, ანუ პოდკასტად არჩევა რა, იზრდება და სხვადასხვა სხეულები შემოდის მოკლედ რა. ხო და ესე მაქვს ჩემ თავთან დალაგებული, რომ აი ვექტორის შემოტრიალება რა, რომ ეს არ არის რაღაც გასაჭირი და რთული. ცხოვრება არის თამაში. და თამაშში არის სხვადასხვა დონეები, ხო? ლეველები ამ სიტყვას გამოვიყენებ უკაცრავად მოყურებელთან, მაგრამ მაინც ვიტყვი. და არის მარტივი, საშუალო, რთული, ძალიან რთული. ეხლა მაგალითად რაღაც გავიარეთ ძალიან რთული ეტაპი. და ვცდილობ რომ ესე შევხედო რომ დამინტერესდი რა იყო ეს რთული ეტაპი? ჩემი პირადი რაღაც ამბები იყო, არაფერი ისეთი რაღაც ჯანმრთელობის იმის რაღაცების და მაგრამ ეს არის რაღაცა ერთ-ერთი დონე თამაშის, რომელიც უნდა გავიარო, გასასვლელია, უნდა გავიარო უბრალოდ. მე არ ვარ ეს როგორ ვითხრა, ეს შეგრძნებები მე არ ვარ, რომელიც ამაში შემოდის და მე ვარ ტიპი, რომელიც ამ შეგრძნებებთან ერთად გადის. მაგრამ ეს შეგრძნება მე არ ვარ. და აი ამ როლებიდან გამოსვლა
და ვთქვათ იქ რომ დედა მირჩია და მაგიტო ვიყავი ბიზნეს ადმინისტრირებაზე და ეხლა რა ვაკეთე მთელი ცხოვრება. არა, ანუ ყოველთვის ახალი ეტაპი შემოდის ცხოვრებაში და ყოველთვის ღია უნდა იყოს მაგ ეტაპისთვის და რა მაგარია პირიქით. რომ მაგით ისწავლობ, ხო, იზრდები. მაშინ თუ სულ კომფორტში ხარ და აი ესე რაღაც ესე ხარ, მაშინ კითხვა უნდა გაჩნდეს, რომ პირიქით სტაგნაცია ხო არ არის კომფორტში ყოფნა, ხო? დისკომფორტი რას მოგვიტანს? ჩემთვის პირადად ეგრე არის, რომ გამოწვევა, რომელიც მზრდის და საინტერესოა ჩემთვის პირიქით. მგონია, რომ აი ბევრი ეგეთი რო იყოს, უფრო კარგად ვიქნები რა. არ უყურებ ამას ტრაგედიად. აი ეგეთი, როგორ თქვა, შემოვატრიალე ეს ისევ ვექტორი და სხვანაირად დავანახე ჩემ თავს, რომ ესე ხომ არ მოგიტანს მეტ სიკეთეს ესეთი ყურება რაღაცა მოვლენების. თუ ისე ირჩევნია და რომ მივხვდი, რომ ეს უფრო მეტის მომტანია ვიდრე ის, ავირჩიე ეს. ხო, ამიტომ მე ყველას ვურჩევ, რომ თუ რამე იდეა არსებობს, უნდა გააკეთონ. უბრალოდ ერთი არის ძალიან ახლა ტრენდული, ისევ რო ბიზნეს სამყაროში გამოვიდეთ, ძალიან ტრენდულია რომ პოდკასტების კეთება. იმ დღეს ვიღაცას უსმენდი 50-ზე მეტი პოდკასტი შეიქმნა უკვე საქართველოში. და ნუ სხვადასხვა თემებს ეხებიან იქ რაღაცა მოტო, ისა, რაღაცა გართობა, აქეთ იქით ყველაფერი. და საინტერესო არის, რომ ტელევიზიაში ვინც იყვნენ, ისინიც გადმოდიან უკვე პოდკასტებში მოდიან რა. განსაკუთრებით ალბათ YouTube-ზე მაინც ვიზუალური მხარიდან გამომდინარე, იმიტომ რომ Spotify პირობითად და Apple პოდკასტების მიმართულება ისეთი პოპულარული საქართველოში არ არის როგორც YouTube-ის ყურება. ხო და ყველა აქეთ რომ მოდის ხო ერთის მხრივ მაგალითად ჩემთვის და ჩემთვის ეგ საინტერესო შეიძლება იყოს იმიტომ რომ მაყურებელი იზრდება რაოდენობრივად იმიტომ რომ იგებს მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება რომ უხეშად არ გამომივიდეს მაგრამ შეიძლება ხარისხი დავარდეს და რა ვთქვი ხო მაყურებლის ხარისხი შეიძლება დავარდეს იმიტომ რომ ტელევიზიის მაყურებელს არსობრივად პოდკასტის შინაარსი ბოლომდე ჯერ არ ესმის თავიდან სანამ შემოვა. ხო, იმიტომ რომ ტელევიზიაში გადაცემა რამდენხნიანი შეიძლება იყოს. და პლუს ესეთი საუბრები ნაკლებად არის, ხო? ტელევიზიაში რაღაც თავის წესები აქვს, რომ რაღაცა იჯდე, უნდა ესე ისაუბრო, არ შეიძლება პოდკასტი არის მოშობულად ხარ შედარებით, უფრო ისე საუბრობ, როგორც შენ გინდა და არ არის ეგ პრობლემები. აი ორი მხარე აქვს რა, მაგას რა. კიდე პლუსი შეიძლება ის იყოს, რომ თუნდაც ბიზნესებმა, რომლებიც ტელევიზიებში დებდნენ ფულს, შეიძლება გადმოინაცვლონ აქეთ ჩვენ მხარეს და მიხვდნენ, რომ ხა ეს ბაზარი არის საინტერესო რა. ამიტომ გამოწვევის წინაშე დგას რა. და ეს რას მოვაყოლე, იცი რომ არ უნდა გააკეთო ჩემი აზრით, არ უნდა უკვე ცუდი წყობა არის, მაგრამ ვიღაც რომ აკეთებს მაგიტო რაღაცის გაკეთება, მგონია რომ შეიძლება შედეგიანი არ იყოს. უბრალოდ ტრენდს აყოლებას გულს. ხო, უბრალოდ გეგონოს რომ პოდკასტში ჭყალებში ფული იშოვება, მაგიტომ პოდკასტის გაკეთება, აი ზუსტად შე რო თქვი რომ შეიძლება 10 გააკეთო და მე დახურო, როგორც არის ეგეთი შემთხვევები, ხო? იმიტომ რომ ყოფილა ეგეთი რომ მაგალითად ჩემთვის უთქვამთ, რომ აი სადაც მე ვწერ სტუდიაში მესვეურებ მომითხრეს, რომ 2 თუ 3 პოდკასტი ჩაწერე და ეგრევე წავიდა და დაუწყო ლაპარაკი სპონსორებს და ნუ ვერ იპოვა სპონსორად და გააჩერა რა. იმიტომ რომ მაინც ალბათ არის რომ აი რაღაც უნდა შედეგი ხო უნდა ანახო. რამდენი ნახვა გაქვს, რამდენი გამოწერა გაქვს, რა კომენტარი გაქვს, რა სტატისტიკა გაქვს, ხო? ანუ თავიდან უნდა დაიწყო. ეხლა შენ რო ინვესტიცია ჩადე, მაგის საშუალება ხო გქონდა, თქვათ რაღაც მობილიზებული ინვესტიცია გქონდა, რომელიც გათვალე რომ ამისთვის საჭირო იქნებოდა. და მეც მაგალითად თავიდან რო დავიწყე, ხო, ჩემი დანაზოგით გავაკეთე ყველაფერი, ხო? და შესაბამისად აი ეგეც გასათვალისწინებელია რა. კიდე არის მეორე რაღაც რომ აი მაგალითად ვიღაც ცნობილი სახე თუ არის საქართველოში და ის აკეთებს თავის პოდკასტს სიტყვაზე ვიძახი. იმას უკვე ყავს რაღაც ფოლოვერები, მიმდევრების რაღაცა რაოდენობა, რომელიც შეიძლება იმის ნახევარი ავტომატურად წამოყვეს YouTube-ზე და მისთვის შეიძლება ბევრად მარტივი იყოს ამის კეთება, იმიტომ რომ უკვე ციფრებში ასახული აქვს ეგ. ვიდრე ვიღაცისთვის, ვინც საერთოდ არავინ არ იცის ვინ არის. ხო? და ამიტომ ბევრი დეტალია, რომელიც გასათვალისწინებელია, როცა ესეთი რაღაცის გაკეთება გინდა. თორე ესე ტელეფონი მაგალითად, რა ვიცი, შეიძლება კამერას და რაღაც ყურსასმენი, რომელიც ესეთი არის, ბევრს აქვს და აი თუ დაწყება გინდა მგონია მაინც დაიწყებ რა. არ არის აუცილებელი YouTube-ს, პოდკასტს დაეტაკო და რქებით, რა ვიცი, სოციალური მედიით დაიწყე, ნუ გისმენენ, საინტერესო ხარ, რა ხდება, ანუ გარკვი. და მე გადმოდი აქეთ, იმიტომ რომ YouTube-ი თავის სპეციფიკით
მაინც რთული ორგანიზმია. იმიტომ რომ ჩვენ ხო საუბრობდით რომ რეკლამით წამოყვანილი YouTube-ზე ადამიანი აი როგორია, იცი რომ ჩართავს და გაგთიშავს რა და თვითონ რომ მოძებნა ის გიყურებს ის 2 საათი შენთვის დაყობს და გიყურებს. ამიტომ YouTube-ი უფრო ორგანული ტიპია, რომელიც მოყვება და ამიტომ შესაბამისად შენი გამომწერების იქ დაგროვება ვიდრე თქვა სოციმედიებში, ბევრად უფრო რთულდება და მაგისთვის მზად უნდა იყო რა. მე თავიდან ვიწყებდი რა თქმა უნდა ხა რაღაცა რისერჩი გავუკეთე რომ აი ნახე როგორ კეთდება პოდკასტი რა, აი რაღაც რა არის საჭირო ამისთვის და იქ იყო ერთი რჩევა, იმიტომ რომ მე ვუყურე ამერიკულ რჩევებს, ასე ვთქვათ, ამერიკის ბაზარზე რო შეხვიდე, იქ იყო ერთი რჩევა, რომ აი პირობითად 1 წლის განმავლობაში არ ელოდო თუ ორგანულად გინდა ყველაფერს, არ ელოდო არც რაღაც ნახვებს, არც დიდად გამოწერებს რა, ეს ჭირდება. ნუ ჯერ ერთი YouTube ჭირდება, რომ ალგორითმა დაგამუშავოს და მიხვდეს რა აუდიტორიას და უნდა შესთავაზოს შენი ვიდეო, ხო? და ისედაც მაყურებელმა ყოველმა მოგეჩვიოს. აქ საქართველოში იმით ერთის მხრივ ხო ცუდია რომ პატარა ბაზარია, იმიტომ რომ პატარა ბაზარია, მაგრამ მეორეს მხრივ მარტივად გასაბცელებელი შეიძლება გახდეს რა. მაგრამ აი მეც თავიდან რომ მაშაბადი ვიწყებდი, ეხლა რო გითხრა რომ ველოდებოდი რომ ვაუ და რაღაცა არ მეგონა თუ ესე სწრაფად აკრიფავდა ყველაფერს რა, მაგის მოლოდინი არ მქონდა რომ აი ხა და არ ველოდებოდი რა ვთქვათ აი 2000 გამოწერა, 5000 გამოწერა, ესეთი ის არ მქონდა მოლოდინები. აი მივყვებოდი რა უბრალოდ აი რითმს რა. როგორ წავიდა და ისე წავიდოდა. გვანცა შეიძლება ბერმა არ იცოდეს, მაგრამ პოდკასტი არ არის შენ პირველი ბიზნეს პროექტი. შენ მანამდე რავჭამა ქონდა. შეგიძლია მაგ ბიზნეს გამოცდილებაზე გააზიარო, ანუ როგორც ხვდები შენ თვითონ გაგიჩნდა ეს კითხვა რავჭამა. როდესაც შენ კორპორატიულ სამყაროში მოღვაწეობდი და ბუნებრივად დაარქვი ესე რავჭამა შენ პროექტს, ხო? ანუ შეგიძლია მოყვე მაგ გამოცდილებაზე. ესე იგი, მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ ეგ პროექტი, მაშინ 2017 იყო მე მგონი და ესე ვისხედით და სადღაც გვინდა წასვლა საჭმელად. და ვერაფერი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, მაშინ Facebook-ი და ყველაფერი უკვე არსებობდა, მაგრამ ის კულტურა რო ფოტოები გადაიღო ვიღაცას მენიუ აეტვირთა და ესეთ რაღაცები არ იყო და მოდი ხوار გავაკეთოთ რაღაც პლატფორმა, სადაც აი ეს მთელი ინფორმაცია იქნება. ანუ თქოს ბაზრის საჭიროება დავინახეთ რა. და რაღაცა მოკვლევა გავაკეთეთ აქეთური და ვიპოვეთ ვიღაც დეველოპერი, რომელიც ძალიან იაფად აგვიწყო რაღაც კონკრეტულ პლატფორმაზე. ვებგვერდი არც დიზაინერი ყავდა, არა ვინდა ესე ვაწებებდით რაღაცებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ მქონდა ინვესტიცია, რომელსაც ესე ჩავდებდი და იქ შობლის მოცემულებს მომავალში დაგიბრუნებდა ასე შემდეგ აი ეგრე დავიწყეთ ამბავი და მე წავედით ობიექტებს ველაპარაკებოდით რომ გამარჯობა და ესეთი რაღაც გვაქვს და მოდი ჩვენთან მაშინ ძალიან რთული მდგომარეობა იყო აი იყო არის ობიექტები იყო სადაც მივდოდით და ვეუბნებოდით რომ მენიუს PDF ვერსია გვჭირდება რომ იქ ავტვირთოთ რა იმიტომ რომ ყველა ობიექტს უნდა ქონოდა გარე ფოტო, შიგნით ფოტო, სამზარეულოს ფოტო. რაღაც სტანდარტები ხო, სამზარეულოს ფოტოები გვედო, მენიუ უნდა ყოფილიყო და რაღაცა კი. და იყო პასუხები, რომ არ ვიცით PDF-ი რა არის. ანუ ეგეთი ისეც გქონია რა და ეხლა მე ვთქვათ რაღაცა გარე უბნის რომელიმე რესტორანში ან რაღაცა მე მომყოფა ის თბილისის შუა გულში ისეთ რესტორანი მენეჯერთან მომეთ ეგეთი პასუხი გაქვს. ძალიან რთული ბიზნესია ზოგადად ეს სარესტორნო ბიზნესი ისედაც და ყველანაირად აღმოჩნდა რომ რთული იყო. და მოკლედ მაინც დავიწყეთ ვამატებდით ამას იმას რაღაცები. მანდაც აი სოციალურ მედიის მართვა და რაღაცები აი ჩემ ცხოვრებაში მაგიდან შემოვიდა. ეგ გამოცდილება ძალიან დამეხმარა ახლა. ხო და მან დაამოღამე სოციალიზმის კი, ხო, იმიტომ რომ მანდაც ესე გუნდი არ მყავდა და უნდა მიმართა ესე ვთქვათ ხოლმე გამაკეთე პოსტები დამედო ვიზუალი შემექმნა ის. ბევრად უფრო რთული იყო მაშინთან, მაშინ აი როგორ გითხრა, სხვანაირი მაინდსეტი მქონდა მე თვითონ და სხვანაირად ვუდგებოდი პროცესებს რა. რას გულისხმობ სხვანაირ მაინდსეტში? აი ყველაფერი უნდა ყოფილიყო სუპერ იდეალური. ეხლა არ მაქვს საერთოდ არ მაქვს ეგ რა, 100 დამაკლდა, ვიღაცა მომწერა, რაღაცა thumbnail-ი გავაკეთე, 100 დამაკლდა და ვიღაცა მომწერა, რომ 100 დაგაკლდა და აუ, ოკეი, 100 დამაკლდა, გავასწორე ავტვირთი. ადრე პანიკაში შევედა. ადრე იქნებოდა ეს, რომ ვაიმე, ეს რა მომართა ასწორებდა, ხო? ეხლა ტრემდენ ადამიანმა ნახა ეს, რა სირცხულია რაღაცა ეგეთი რა. ხო და აი ბევრი რაღაცა კონტროლ ფრიკი ვიყავი ბევრად ვიდრე ეხა ვარ. მაშინ აი ყველაფერი უნდა მეკონტროლებინა და რაღაცა. და მოკლედ
მე მოხდა ისე რომ საჭირო გახდა უკვე მოიტანა თემამ რომ აი მაგალითად ადგილების ჯავშანი, ну განვითარებული იყო პროდუქტი რა, ადგილების ჯავშანი გაკეთებული იყო, ანუ რაღაცა მეტი value უნდა ღირებულება უნდა ქონოდა და რაღაც გავედი რამოდენიმე დაფინანსებაზე, ასე რა ქვია, ქართულად როგორ არის მოკეთ დაფინანსება მომებოვებინა. და რაღაც აი ერთხელ მიყრო სახელის გამო დამიწუნეს ქართული სახელი ქვიაო და ვერ გავაო რა. და მოკლედ ბევრი დეტალი იყო. მე დაიწყო პანდემია და პანდემიის დროს ყველაფერი გაჩერდა. მე და ჩემი ამ მეგობარ შორის განხეთქილი და მარტო უნდა გამეგრძელებინა. ანუ აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ცოტა გადავახდი. ეს რაღაცა YouTube-ის ცხოვრება ეთყობა ძალიან ჩემში იყო თავის დროზე, იმიტომ რომ მაშინ გავაკეთეთ პირველად ეგეთი კონტენტი YouTube-ზე, რომ რესტორნებში მივდიოდით, ჭამდით, ფაფასებდით და მოვდიოდით. და ეხლა არიან რამოდენიმე YouTube მიმართულება, რომელიც ამას აკეთებენ, მაგრამ მაშინ არ არსებობდა პირველი ვიყავით ჩვენ, ვინც ამას აკეთებდა. ხო. და ასევე გავაკეთეთ რავჭამო გარეთ და რავჭამო სახლში ესე იყო. სახლში ვიდეოები გავაკეთეთ, აი taste-ის ვიდეოები თუ გახსოვს ზედა კადრით რო უცებ ერთწუთიანი ვიდეოები იყო ეგ. და ანუ აი მან წავიდა უკვე კომპანიებთან მოლაპარაკება და placement-ის, ანუ პროდუქტის გამოჩენის მოლაპარაკება მან დაიწყო, რომ აი რაღაცა ის უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული პროდუქტი, რომელთაც აკეთებდი ამას და ყავდა რამოდენიმე ასე ვთქვათ კომპანია, რომელთაც ესევე თანამშრომლობდი და მე უკვე რესტორნებში დავდივართ, იქ იყო რომ გინდა რომ შევაფასოთ და რაღაცა და ეს იყო შემოსავლის კიდე რაღაცა კონკრეტული წყარო. მე მოხდა ეს COVID რო დაიკეტა რესტორნები, მაშინ აი რავჭამო სახლი შეიძლება და რომ კარგად გაგრძელებული იყო, მაგრამ ნუ როგორც გითხარი მოხდა განხეთქილება. მე მარტოს უნდა გამეგრძელებინა ეს ამბავი და ვერ მოვახერხე რესურსულად ყველაფერს საკუთარ თავზე აღება. მე ესე გაიყინა რაღაც პერიოდულად. მაინტერესებს მე ხო იცი არ გავმაზავ. შენ ახსენე კონფლიქტი პარტნიორთან. ხო. ბიზნეს პარტნიორთან. რა ისწავლე მან? ადამიანის ნდობა უნდა შემეძლოს და ყველაფერი საკუთარ თავზე არ შეიძლება რომ აიღო. ეგ იყო ის გაკვეთილები, რაც გამოიტანე? მაგის მერე ბიზნეს პარტნიორი აღარ ყოლი. აღარ მყოლია. იყოლიებდი? კი. სიამოვნებით ვიყოლიებდი ახლა. მაგრამ მაშინ ეგეთი ის მქონდა რა, რომ მეგონა რომ ჩემზე უკეთ აკეთებდათ რაღაცა და ანუ ეგეც და პლუს აი გადამოწმება სულ რა რომ აი რაღაცა და ისი რა არის კიდე პლუს აი გამოუცდელი რო ხარ რაღაცა სტრუქტურა შექმენი რა და პასუხისმგებლობები გადაანაწილე შენ ამას აკეთებ ის ამას აკეთებ სტრუქტურა არის და შენ პასუხისმგებლობა რაც არის იმას ბოლოს ვაჯამებ ჩემი რაც არის იმას ვაჯამებ კონცა რა პლუსი აქვს იმას რომ შენ დღეს ხარ მთლიანად სტაფი ანუ რა პლუსი აქვს იმას, რომ რა ვიცი, ყველაფერი შენ თვითონ აკეთებ და ფული რო გამოგიჩნდება, რამდენიც გინდა. Universe მიეცი ეს ფული. სიუხვიდან ვილაპარაკობ, არ არის მაგის პრობლემა. ისე მარტო დარჩები თუ უკვე გუნც აიყვან. გუნც ავიყვან, იმიტომ რომ ვის ისურვებდი რომ აიყვანო და რატო? აი განსხვავებით დღევანდელთან, მაინც გეძიები მაგრამ. ხო. სიამოვნებით ავიყვანდი მე მონტაჟეს, იმიტომ რომ ძართული არის ეს რილსების ამბავი. იმიტომ რომ როგორ გითხრა ჩათვალე შეიძლება 5 ჯერ მოვუსმინო ერთ იგივე ეპიზოდს, რომ გავიგო მე უკვე ინსტინქტის დონეზე ვხვდები, რა შეიძლება გადაშიარდეს და რა შეიძლება ვერ ნახო კონდეს რა. დავამუღამებ ჭყალებში ვთქვათ, ეგ ვიცი. ამიტომ 5 ჯერ ვუყურებ, რომ იქიდან ამოვიღო ის ერთწუთიანი მონაკვეთი, რომელიც გადაშიარდება, რომ გადაშიარება ნიშნავს, რომ ისევ აქეთ მოდის მაყურებელი რა. ამიტომ მიმონტაჟე აი როგორ წყალი. მიმონტაჟე ტექნიკურად ვინც ამონტაჟებს თუ ადამიანი რომელიც ხვდება რომელი მონაკვეთები უნდა ამოჭრას და შეაწეპოს ერთმანეთს ხო არ არის ერთი და იგივე ანუ ერთი არის კონტენტ მენეჯმენტის ნაწილი და მეორე მონტაჟის და თუ შენ ორი ერთში მოისურვებდი რომ ეგეთი არის ხო ორი ერთში მოვისურვებდი იცი როგორ არის აი რილსების ან შორტ ამონარიდების დაჭრას და ტექნიკური დიდი შესაძლებლობა არ ჭირდება მაგრამ მეც არ ვიცი ტექნიკურად ეგრე რომ დავჭრა უბრალოდ აი აზრს ვატან აი ეგეთი ადამიანები ვინც თავიდან რა თქმა უნდა ჩემთან ერთად მაგას გააკეთებს მე მიხვდება რა არის და ისე შეაწევებს ესე ვთქვათ და გამოუშვებს ამიტომ ეს ძალიან მჭირდება იმიტომ რომ ჩემი დროის დიდი რესურსი მეაქვს მაგას და მაგიდან გამომდინარე სიამოვნებით მეყოლებოდა
რა ვიცი ხა ჩემი სტუდია იქნებოდა ძალიან დიდი სიამოვნებით ესე რა ვიყოთ ხო და იქ გავაკეთებდი ჩაწერებს სიამოვნებით მეყოლებოდა ადამიანი ვინც დამეხმარებოდა იმაკეთეთ ლოჯისტიკაში იმაში რომ სტუმარს თან კონტაქტი შეთანხმება, დაბარება, გახსენება, აი ეგეთ რაღაცებშიც მეყოლებოდა ადამიანი. კრეატივშიც დამეხმარებოდა რეალურად, ხო, იმიტომ რომ სადღაც არის რაღაცა ხანახაბი ხვდები რა. უბრალოდ მაგაზე ბევრი მიფიქრია. გუცვალად გეტყვი რა, რომ აი კითხების მხარე და რისერჩის მხარე, რომ ვინმეს გადაობა, რომ მინდა თუ არა. და პასუხი არის ამ ეტაპზე არა. მე არ ვიცი როგორ იქნება, იმიტომ რომ მე ეგ მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას. როცა სტუმარზე არა, აი თემას, იმიტომ რომ მე როგორ ვარ, იცი მე ჯერ თემა ვიცი რა მინდა და მაგის მიხედვით ვარჩევ სტუმარს. და აი ეს თემის რისერჩი, გარკვევა, ჩასვლა სიღრმეებში. როგორ აკეთებ თემის რისერჩს? მოგვიყევი, ცოტა შეგიძლია პატარა დეტალები მოგვიყევი, მე მგონი საინტერესო. კი, აი მაგალითად, არ ვიცი, რაღაცა წინაზე გქონდა, რაღაც მიჯაჭვულობებზე გავაკეთეთ პირობითად ერთი ეპიზოდი, ხო და ნუ არის რაღაც წიგნი მაქვს მაგალითად, რომელიც დაკითხული მქონდა და იქიდან გამიშთა აზრი, რომ ამაზე ხო არ გავაკეთო. მერე მიდის უკვე აი შავ სამუშაოს ვაკეთებ, ხელოვნურ ინტელექტს ვაკეთებინებდი და აი რა დაილოცოს დღე და ღამ ხელოვნური ინტელექტის მომგონი, იმიტომ რომ აი რო შავი სამუშაო რასაც ქვია, ოღონდ სიღრმეებში ვერ ჩადის რა, არ ჩამყავს, მაგრამ აი მაგალითად ეს და ეს თემა მაქვს და რა გაშლა შეიძლება ამას კონდეს, აი ესე ველაპარაკები, მომცემს ამ გაშლას და მე უკვე მე მივდივარ და აი სხვადასხვა სტატიებს, სხვადასხვა რაღაცებს ვკითხავ, შეიძლება იყოს ის პოდკასტში მოვისმინო რაღაცა და ის დავამუშავო და იქიდან კითხვები გამიჩნდეს და ისი ამოვიდა, მიხვდი, აი ერთ თემას შეიძლება კვირიდან კვირამდე ვამზადებ და ორი დღეში ვაკეთებ, ანუ არის რაღაც თემები, სამედიცინო თემები, რომელიც მაგალითად შეიძლება მართლა 3 დღეში გავაკეთო პირობითად რა, მაგრამ აი ძალიან ღრმა დრო მინდა რომ ჩავიდე იმას, აი ეგრე დეტალებში ჩავდივარ, მეხმარება ხელოვნური ინტელექტი, მეხმარება სხვა პოდკასტები, ისე უცხოური პოდკასტები. თემას რო არჩევ, იქვე უკვე კითხვები გიგენერირდება? კი. რაღაც ავტომატურად მოდის ეს ყველაფერი ჩემთვის რა. აი, ხაი რაღაცა ხო არის კითხვის დროსაც რო კითხო ხო გაგხომე რომ აი ფიქრობ კითხვები რომ მოდის რა. აი ეგრე მაქვს მეც. და აი ვთქვათ კითხვის წიგნის კითხვის ფორმატით შეიცვალა ჩემთვის რომ მაგალითად რო ვკითხულობ sticky note ქართულად არ ვიცი როგორ არის პატარა ფურცლები მაქვს რომელსაც იქვე მაქვს და ვიწერ შეხსენების ფურცლები ხო შეხსენების ფურცლები რომელსაც ისე ვიწერ და თვითონ რა კითხვა გამიჩნდეს ანუ აი ყველაფერმა უფრო მეტად შემეცნებითი ფორმა მიიღო რა მაგის თქმა მინდა და მაგიტომაც რომ ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ჯერჯერობით არ ვიცი ამ ყველაფერს მე სხვას მივცემ თუ არა და ალბათ ცოტა ხანი არ ვიცი რამდენი ხანი, მაგრამ ვერ მივცემ, იმიტომ რომ მაგით ვკაიფობ, მოკლედ რა და ეგ არის ჩემი დიდი სიამოვნება, მაგით ვიზრდები და მაგიტომაც არის ეს პოდკასტი ალბათ ხალხისთვის საინტერესო, რომ ჩემი მაგხელა ჩართულობა ამ მაგაში, ესე მგონია. ხო. და აი ტექნიკურ მხარეში სიამოვნებით მოყოლებოდა. ოკეი, თემა შეარჩიე პირველი, როგორც ხვდები ლოგიკით, წყობით, ხო? მე როგორ არჩევ რესპონდენტს? რა კრიტერიუმით არჩევ, ან რა ფორმით არჩევ რესპონდენტს? აი მაგალითად ყველაზე მარტივად რო ვისაუბროთ, შენი მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ, ხო? ეხლა მინდოდა რომ აი სასურველი პროფესიის რაღაც ეგეთი ის ქონდა მოძებნა ამ ცხოვრების გზაზე, ხო? ეს რო ვიფიქრე რომ ესეთი რაღაცა მინდა, იმიტომ რომ მაშინ მოვუსმინე რაღაცას, მახსოვს თუ აი რაღაცა ამონარიდისავით რაღაცას მოусმინებელს უცხოელის ლაპარაკს და აუ რა საინტერესო თემაა, მეც ხო გამოვლილი მაქვს ეგ საკუთარ თავზე და მე აი ეგ მეხსიერება მაქვს. გამახსენდა შენი ისტორია. რო შეცვალე შენი მიდგომები ცხოვრების და შენი ეს კორპორატიული და წარმატებული და როგორ შეიცვალა და ვიფიქრე რომ აი და მე დაგსერჩე, ესე ვთქვათ, მოგძებნე, სხვადასხვა ინტერვიუებს მოусმინე შენთან, იქ სადღაც იყავი და მივხვდი რომ საინტერესოდ საუბრობ. და შესაძლებელია ჩვენი დიალოგი გახდეს საინტერესო. ეს მაგალითი ერთი. მეორე მაგალითი სამედიცინო სფეროს როცა ვეხები, გაკითხვის დონეზე გავდივარ, რომ აბა რაღაცა თუ ინტერვიუ ვერ ვნახე და ვერ ვნახე როგორ საუბრობს, იმიტომ რომ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.
რადგან პოდკასტში ხარ, ხო? შეიძლება თემა იცოდე, მაგრამ მოსაუბრე არ იყოს საინტერესო. ეგიც ხო შეიძლება იყოს? ზუსტად, კი. და ეგეთი შემთხვევით ყოფილა ჩემთანაც. შენთანაც მოსულა და არ იყო მიუხედავად იმისა, რომ ვისაუბრეთ რაღაც გასაუბრება გქონდა ერთმანეთთან, მაინც ყოფილა, იმიტომ რომ ალბათ არის რაღაც ეს კამერები რო ირთვება და რაღაც ეს ამ ფორმატში რო ჯდები, შეიძლება ვეღარ აკეთებ ისე როგორც შენ გინდა რომ ისაუბრო ან რაღაცა მსგავსი არის. ამიტომ გაკითხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კამერების გრავიტაციას ვეძახი. ვერ გაცდი კამერის გრავიტაციას. ამას ხო თავის გრავიტაცია აქვს, ხო? კი. და არის კიდე ახლა დაემატა ძალიან სასაცილო ფილტრი, რომ ისეთი მდგომარეობა არის გარშემო, რომ იქ სხვადასხვა დაჯგუფებებიც უდესე წვემა ჯგუფის წარმომადგენელი, რომ აბა ეს ხო არ არის, ხო არ არის, იმიტომ რომ აი მომისმენია. პოლარიზაციას გულისხმობ, მომისმენია, რომ ის იმ ბანაკიდან არის და შენს თუნდაც მოიყვანო. და ძალიან კარგი პროფესიონალია. რატო არ უნდა მოიყვანო, ხო, რეალურად. იმიტომ რომ ჩვენ ხარ ვსაუბრობთ რაღაც ღირებულებებზე. ჩვენ ვსაუბრობთ რა საქმე გაგიკეთებია შენ სფეროში. როცა ვსაუბრობ მაგალითად სამედიცინო სფეროს, ხო? ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ მაგალითად უარიც ვთქვამთ სტუმრობაზე. შორის ანდრო დგებუაძე მითხრა, ერთხელ დაურეკე. და მინდოდა რომ მოსულიყო რა, თავის ნათარგმნზე მინდოდა რომ გვესაუბრა და შტაბ-ჟილეო მოახდინა ჩემზე და რაღაც ამონარიდები მქონდა რომ გაგვეშალა და მაშინ ახალი მისულიყო ერთ-ერთ პოდკასტში და იქ რაღაცა ფრაზა ამოვიჭრეს და მაგაზე იყო აყოლილი საზოგადოება და როგორც მივხვდი რომ დაურეკე ჯერო არაო მერეო ესე მითხრა რა და ნუ ახლა რა თქმა უნდა მე არ ვეწინააღმდეგე რა გიხვეწები მოდით არ ვაკეთებ ხოლმე რა იმიტომ კი არა რომ მიტყდება მაგის თქმა იმიტომ რომ ხვდები რომ იმ მომენტში მზაობა არ არის და ძალით უნდა დამიჯდეს იქ და არ შედგება ეს ყველაფერი კარგად და კარგი თქო და დავამშვიდობეთ და მე მაგ გეგმათ რა თქმა უნდა რომ მე რა იმ პერიოდში კიდე დავურეკო და კიდე ვეტყვი რომ ხომ არ გაქვს წვრილი შევთან მოხვიდეთ ეგეთი ყოფილა ისეთი შემთხვევაც რომ მაგალითად ვთქვამთ რომ ფულს თუ გადავუხდიდი სტუმრობაში სამწუხაროდ ჯერჯერობით მაგის ბიუჯეტი არ მაქვს რომ ფული გადავუხადო ადამიანებს ჩემთან მოდიან ალბათ რაღაცა ისეთი ღირებულება თუ ექნება და მე შესაძლებლობა მექნება ეგეც ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა მაგალითად უცხოეთში ხო ისიც სხვათა შორის აი იმ დონეზე თუ მივალთ ჩვენ პოდკასტების სიმაღლეს მივაღწევთ ძალიან მოსული პრაქტიკაა, როდესაც აი მე რო გადამიხადე ხა შენთვის ფული. არ მაგალ დავჯდარიყავი და მესაუბრა. ეგ მოსული პრაქტიკაა. ან ჩვეულებრივად ხო შეხო სერვისღან შენ თავს როგორც სერვის ყიდი, ხო? ამიტომ მაგაში მე ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. კონცა შენ დააშენე ხა პოდკასტ სემინარი. ვორქშოპები, კი. ხო, ვორქშოპები. შესაბამისად, გაქვს ხა ვორქშოპი, კოლაბები გაქვს, ხო? ანუ კოლაბში აკეთებ თუ შენ თვითონ ხარ ავტორი თუ როგორ აგაქვს? ხო, მე ფასილიტატორის მიმართულება მაქვს რა. ანუ მე ვარ ორგანიზატორი, მოკლედ რა ვთქვა, იქ ყველაფერს მე ვაგვარებ, მოდის ტრენერი, რომელიც რაღაცას როგორ არჩევ ტრენერს? სხვათა შორის ეხლა ვფიქრობდი რამოდენიმე დღის წინ მაგაზე, რომ ჩაწერის მომენტში თუ მივხვდი რომ გაქრა სამყარო და მე და ის ადამიანი ვართ რომელიც ამას ვსაუბრობ და ხვდები რომ აღმოჩენების აი კორიანტელი მოდის საუბარში და მე რა თქმა უნდა როცა გაეშვება იქ კომენტარებს ვაკვირდები და ხვდები რამდენად საინტერესო შეიძლება ჩემთვის იყოს ხოსთვის არ იყო არ ვიცი მაგრამ და ხვდები რომ აი შედგება რა ვიცი რომ აი ეს ადამიანი და კიდე რა მნიშვნელობა აქვს ისე მაგალითად თუ გავაკეთებ სემინარს ლექციას იქ თეორიული ნაწილი უნდა იყოს დიდი ხო ნუ წამყვანი უნდა კონდეს მაგრამ ვორქშოპის მიმართულებაში მაგალითად პირველი ვორქშოპს როცა დავგეგმეთ ჩემ თავი ამოსავალი წერტილი იყო რომ უნდა ყოფილიყო ძალიან პრაქტიკული ანუ აქედან არ უნდა წასულიყო ადამიანი ისე რომ არაფერი არ ქონოდა ხელში და ისევ ერთ და იგივე მოესმენა და სახშემდოდაც ისევ ცარიელი ყოფილიყო რა და ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხა მეორეზე რა ხო და როგორ არჩევდი აი ეს ამ კრიტერიუმს როგორ რა ფორმით არისერჩებდი ტრეინერს ამ კრიტერიუმით ანუ დადიოდი მაგ ვორქშოპზე იქ აღმოაჩინე გასაუბრებები ჩაატარე ტრეინერებთან ანუ აი როგორ შეარჩიე ხო აი ჩაწერა რომ მქონდა ამ კონკრეტულ ტრენერთან რაღაც პერიოდი გავიდა ისევ ვფიქრობდი ჩემთვის ვიჯექი და ვორქშოპი ხوار გავაკეთო და გავაკეთო მინდა თქო
გამახსენდა ეს ადამიანი, აი შეგრძნების ინტუიციის დონეზე ვამბობ რა, რაღაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ბევრი რამე დავიდა ჩემთვის შინაგანი ხმის ინტუიციის დონეზე რა და ეს ამ ადამიანთან ხوار გავაკეთოთ, ხო, დავუკავშირდი, შევხვდით ერთმანეთს, ავუხსენით ჩემი საჭიროება რა იყო და ჩემი მოლოდინი რა იყო, მას რა შეეძლო ჩემთვის მოეცა ამ კუთხით, როგორ შეგვეძლო რომ დავგვეგეგმა ეს ყველაფერი, დავგეგმეთ მთელი ქრონოლოგია, თქვა 2 დღიანი იყო და 2 დღის, თავისი სავარჯიშოებით ყველაფერით გავწერეთ და გავუშვით. ოკეი, ეგეც ხო არ არის ერთ-ერთი გზა, ახლა ბიზნესში არანაირი სწორი და არასწორი არაფერი არსებობს. თვითონ ფინანსურმა საჭიროებამ გააჩინა, დამატებითი ღირებულების შექმნამ გააჩინა, რამ გააჩინა ამ დამატებითი შტოების თქვათ იდეა საიდან მოვიდა და საიდან რა არის წყარო ამისი? პირველ რიგში აყურებლის მოთხოვნა დავიჭირე. როგორ დაიჭირე? პირდაპირ იყო, რომ შეხვედრები გვინდა და მეტი გაგრძელება გვინდა და მეტი სწავლა გვინდა და მეტი ინფორმაცია გვინდა. ეს პირდაპირ იყო, რომ კომენტარებში გიწერდნენ? კომენტარებში მიწერენ და მე ხო გითხარი, რომ მესიჯობ ჩვეულებრივად მაგ კომუნიკაცია ყოველდღიური ჩემ მაყურებელს. ჩემ მეგობრები გახდნენ ეს ჩემ მაყურებლები რამოდენიმე მაგალითად და ის სულ მაგ რა ეს და ღია ვარ ყველანაირი შემოთავაზებისთვის და პირდაპირ გამოხატეს ეს, რომ გვინდა ესეთი რაღაცის გაკეთება. და ეგ უკვე ნიშანი იყო იმისა, რომ შემეძლო, ანუ მოთხოვნა არსებობდა. პლუს მე თვითონ მაინტერესებდა ყველაფერი, იმიტომ რომ ახალი გამოცდილება იყო და მინდოდა რომ ახალი გამოცდილებაც მიმეღო და მესამე ფულად იწყარო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე ხო არის, რომ აი მე არ მყავს გენერალური სპონსორი მაგალითად. რომელიც აი ვიცი რომ ყოველ თვე რაღაცა 4 ეპიზოდის სანაცვლოდ რაღაცა თანხა ხო ესეთი მე არ მყავს მე ყავს კონკრეტული ეპიზოდების სპონსორები ამ გზით მიდიხარ რომ ყველა გზით მივდივარ არა ანუ მე არ ამირჩევი რაღაც ესე მოვიდა მივხვდი თავისით მოვიდა ხო თავისით მოვიდა და მე არ ვეწინააღმდეგები და ოკეი ხა თუ ესე არის საჭირო ხა ესე უნდა იყოს და როგორ ხდება ეპიზოდ ეგ მე დავინტერესდი ხა როგორც კომერციის კუთხით ანუ მათთვის თემა საინტერესო, სტუმარია საინტერესო, თუ აი როგორ ირჩევენ ესე ერთჯერადად კოლაბორაცია შენთან. ხო, მაგალითად უნდათ აი პირობითად რაღაც კომპანია მოვიდა და მე მგონი რომ ერთი ეპიზოდი მინდა სიტყვაზე ვიძახი, ხო? და ოკეი, რა თემაზე ეკეთებ, ამაზე ვაკეთებ, სტუმარი ვინ არის, ეს არის, ოკეი, გავაკეთე. ეგ შემთხვევაც ყოფილა. არის ანუ მარტივი, სადაც ეს არის ყველაზე მარტივი შემთხვევა, რომ აი ოკეი, გავაკეთეთ. მოეწონა თემა, სტუმარი, შეთავაზე და დაფარდა. ხო, თქვა და ოკეი, ხარ ოკეი ვარ, კი ბატონო. ერთი მიმართულება არის ეგ, მეორე არის რომ მაგალითად შევსახმდებით რომ გავაკეთოთ 5 ეპიზოდი პირობითად, მაგრამ ამ 5 ეპიზოდში ყოველ დღე, ანუ ყოველ კვირას რო იდება ეგრე კი არა. მაგალითად თუ ამბობთ რომ გვინდა თვეში 1, ან თვეში 2. არის იყო შემთხვევა რომ თანხმდებით რაზე, სტუმარზე, თანხმდებით თემაზე ამ სპონსორთან, თუ მაგალითად პლეისმენტი უნდა პლეისმენტზე, ასე შემდეგ და ანუ შეთანხმებულია დეტალები მოკლედ რა და ესე შემოდი. ეს ცოტა ართულებს, იმიტომ რომ შეიძლება რა არ მოწონ. მე მაგალითად ხვდები რომ მე ამ თემაზე მინდა ლაპარაკი, ან საზოგადოებას ამ თემაზე უნდა, მაგრამ იმას არ უნდა და ეს ხო, აი ამ უთანხმოებას როგორ აგვარებ? დროში გადაიწევს. აი მოხდა რომ შეიძლება ანუ ამ მონაკვეთში არ მოხდება კოლაბი და სხვა მონაკვეთში მოხდება. ანუ იმ კვირაში კი არ დაიდება, იმის შემდეგ კვირაში დაიდება რაღაცა ეგრე რა. და შევათანხმოთ საჭირო თემას, რომელიც ერთმანეთს გაწყობს ორივეს რომ იყოს. ეგ ცოტა გართულებული ვერსია ხა. იდეალურ შემთხვევაში ალბათ არ ვიცი ხა კიდე არ მიფიქრე მაგდენი იდეალურია თუ არა, ალბათ გენერალური სპონსორი რო ყავს და რო იცი რომ ყველა ეპიზოდზე ეგ არის რა სპონსორი რა. ალბათ ეგ არის იდეალური. უსაფრთხოებიდან გამომდინარე რა, რომ იცი რომ აი რაღაცა შემოსავალი გაქვს. ეს უსაფრთხოება უფრო ჯენიქსის თემა არის, ანუ მე ესე შევ მილენიალი ხარ, ხო? აი მილენიალისგან უსაფრთხოების მოსმენა ცოტა ხო იცი, ესე იგი რაღაცა გადმოყვათ მილენიალებს ჩვენგან. ანუ უსაფრთხოება უნივერსალური ადამიანის საჭიროება არ ვამბობ, რომ რომელიმე ადამიანი არის, რომლისთვისაც უსაფრთხოება არ არის მნიშვნელოვანი, მაგას არ გულისხმობ, მაგრამ ჩვენ თაობას გაცილებით მეტი მოთხოვნა ქონდა უსაფრთხოების. ამიტომ რომ რავი ხა
მე გავსულ ვარ სახლიდან და არ ვიცოდი კურტულკით მოbrunდებოდი თუ არა. ანუ ეს დრო არ ვიცი. შენ დროს არის. მაგრამ სიტყვა უსაფრთხოება და უფრო სტაბილურობა უნდა მოხდეს და იდეაში სტაბილურობა და უსაფრთხოება რაც ერთმანეთთან შეჭრილია. კავშირში არის. კი, ორივე არის ისა რა ქვია, პირველი ჩაკრას ამბავი. ხო, და მან თქო იცი ფინანსური თვალსაზრისით მიდიხარ ისევ რა, რომ აი იცი რომ ყოველთვიურად ყავს გენერალური სპონსორი შეიძლება იყო სტაბილურად რა და აი თქო გექნება საშუალება რომ ქირას ნორმალურად გადა ხო ხდება ეგეთი დეტალები, მაგრამ მაგიტო თქვი არ მიფიქრია თქო სინამდვილეში მიფიქრია, უბრალოდ შეიძლება მომგებიანი ბევრად იყოს თითო სპონსორი რო ყავს რა და თითო სპონსორი. უბრალოდ მეტი როგორ თქვა საქმეა, მეტი გამოწვევა, მეტი Კვანცა მაინტერესებს ეგეთი რაღაცა. აი შენი აზრით მე ყველანაირად ვცდილობ ხალი ინტერპრენიორები მოვიყვანო ჩემ პოდკასტში. მიზეზი ამარტივია რა, მე არა მაქვს სტიგმა, რომ ბიზნესი არის კაცის საქმე. და შეიძლება კაც და ქალს სქესობრივად კი არ უყურებ კიდე ეს ენერგიებს უყურებ, ანუ მასკულინურ და ფემინინურ ენერგიას. კითხვა მაქვს შენთან კიდე გამომდინარე შენი პოდკასტიდან რამდენ ადამიანს ესაუბრე ხო, რამდენი ფსიქოლოგი იყო შენთან, კოუჩი, რა ვიცი, რამდენი ჯიშის ადამიანი იყო შენთან სხვადასხვა იმაში. შენი აზრით რა შემოაქვს ფემინინურ ენერგიას, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვა, ბიზნესი ჩემთვის მაინც ასოცირდება კეთებასთან, რეალიზაციასთან და მასკულინურთან. თუმცა ქალში ფემინინური ენერგიის ბალანსი ბუნებრივად უფრო დიდია. არიან ქალები, რომელსაც მასკულინური აქვს ისეთი, რომ მაგ ბალანსზე კიდე საკითხავია, ეგეთებიც არსებობენ. თუმცა უმეტესობა არ არის ეგრე. და არც შენში არ გგზნობ ხე შენ რომ მასკულინური შენში ხა დომინირებს. რა შემოაქვს შენი აზრით სამეწარმეობაში და ინტერპრენიორშიპში, რა პეცი შემოაქვს ფემინინურს, რა როლი აქვს მასკულინურს, აი ხა ამ როლში რო შეხვედი მეწარმის და ინტერპრენიორის როლში, როგორ ხედავ შენი ენერგიების რეალიზაციას აი ამ ამპლუაში. ფემინინურ შემოაქვს გარჩეულებრივი რაღაცა, არის ემპათია, ზრუნველობა და იმის სურვილი, რომ სხვისი გაიგო. შეიძლება მასკულინურსაც აქვს, მაგრამ ძირითადად მასკულინური ენერგიის დამახასიათებელი თვისებები ეგ არ არის. მე იმ აზრზე ვარ, რომ ორივე გვაქვს ჩვენ ადამიანებს, ფემინინურიც და მასკულინურიც, უბრალოდ მე რადგან ქალი ვარ, ბიოლოგიურად ჩემში ფემინინური ენერგია ისედაც მეტი უნდა იყოს. და თუ მასკულინური ჭარბობს, ესე იგი რაღაც პრობლემა მაქვს. ესე ვუყურებ მე მაგ საკითხს. ამიტომ როცა ბიზნესში შემოდის ქალი და ქალი აკეთებს, მაგალითად, რა ვიცი, მენეჯერულ პოზიციაზე, ხო სიტყვაზე ვთქვათ, თუ დაუკვირდებით, უფრო მზრუნველია, უფრო ცდილობს, რომ თანამშრომლების გაიგოს, რაღაცა სხვა კუთხით მიუდგეს. შეიძლება კაცმაც ეს უნარები განავითაროს და იცოდეს, მაგრამ მისი ცხად აი ბოლომდე ბუნება ეგ არ არის რა. და ჩემ შემთხვევაში მე მგონია რომ აი ეს ფემინინური ენერგია შეიძლება გადამწყვეტიც კი იყო პოდკასტის კეთების დროს, იმიტომ რომ მე ისეთ თემებზე ვაკეთებ ამ პოდკასტს, რომ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხო? და ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემები არის მენტალური პრობლემები. და როცა ადამიანები მელაპარაკებიან და კომენტარებში მიზიარებენ თავიანთ გასაჭირს, რა პრობლემა ქონდა, ჩემში რომ ეს ენერგია არ იყოს და მე არ მინდოდეს რომ მათ გავუგო ვერ შედგებოდა ჩვენში ის კავშირი. და რაღაცას დაუკომენტარებდი და მორჩებოდან, დაუბულებდი და მორჩებოდა. ანუ და მე აი ეს შინაგანი სურვილი მაქვს რომ გავუგო. და ბევრჯერ ყოფილა რომ უთქვამთ რომ აი თერაპიასაც იყო ეს ეპიზოდი, რომ მიმოწერა გქონია რომ მადლობა რომ მომისმინე. მადლობა რომ მივხვდი რომ ეს მოსმენა პირველ რიგში ადამიანებს ძალიან ჭირდებათ. თურმე ყოფილა თავარი ერთ-ერთი და ძალიან მაგარია რომ მაგის შესაძლებლობა მაქვს მე რომ ადამიანებს მოусმინო. და მადლობა ყველას ვინც თავის რაღაცას მიზიარებს რა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იქ ჩემთვის. და მეორე ის რომ თურმე ძალიან დიდი სურვილი არის
ინფორმაციის მიღების და ალბათ სწორად უნდა მისცეს ინფორმაცია. არ მეგონა ესე. გულწრფელად არ მეგონა. არ ვერ წარმოვიდგენდი. აი ხა ყველაზე გულწრფელი 2 საათი რომ ვიღაც დაждდება და მოусმენდა. მართლა არ მეგონა. და ეს ხედან და ამას უყურებენ. ხო ხდება, მე სულ ვამბობ, რომ რო ხვდები ამ ადამიანებს, ხან ვიღაც ქუჩაში მცნობს, ხან ეს ვორქშოპზე ან რაღაცა ესე და მე ყველას ვუყურებ, რომ ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებ და რატომ მიხდია მადლობას, რომ პირიქით ვამბობ. ანუ წერებინე დროს შენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რაღაც თავარი აქტივი. ხო, აქტივს ყოფ იმისთვის, რომ დაждდე და მოусმინო ვიღაცას, ხო? და ხელმისაწვდომობა. ანუ ის ამბავი რომ რაღაცა არ უნდათ ადამიანებს რაღაცის სწავლა, მიღება და გათვითცნობიერება, ეგ ყოფილა ტყუილი რა, უნდათ. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ალბათ ცოტა ისეთი ხელმისაწვდომი, გამარტივებული და რაღაცა ეგეთი რა. ამიტომ აი ეს ენერგია რაც პირველი კითხვაა და მეც ჩემი აზრით ეგ მასკულინური ენერგია არის ცოტა ის რაღაცა ის სიმკაცრე რაღაც მომენტებში რო იპროცეს და ელაპარაკები და იტყვი რომ არა ესე კი არა ესე. მე ხვდი ალბათ რაღაცა მასკულინური ენერგია ჩემში რაც არის შეიძლება მეხმარება სტუმართანაც ყოფნაში რომ მოვატრიალო და აი რაღაცა ცოტა ის მართვის სადავეები აქეთ რაღაცა წამოვიღო. ალბათ აი მაგ მხარეზე გულწრფელად გეტყვი რომ არ მიფიქრია, მაგრამ აი ფემინური რაშვება, იმიტომ რომ მე დიდი ხანი მქონდა ეგ აი როგორც ვთქვი კონტროლის საკუთარ თავზე, ეგ მქონდა მასკულინური ენერგიების მოსყვავება მოკლედ რა. ხო და მე მივხვდი როგორ დამაზიანა მაგ ყველაფერმა და აქედან გამომდინარე ახლა ვისწავლე რომ ფემინური ენერგია კიდე რომ დახმარებას რო გთავაზობენ მიიღე. მიმღებია, ხო? მარცხენა მხარე ხარ ფემინური, მიმღები ხარ, მარჯვენა ხარ. კონცა, შენ იცი, რომ ეხლა მე ვაკეთებ 2 პოდკასტს და ერთი პოდკასტი არის აგერ ბიზნესზე და მეწარმეობაზე და მეორე პოდკასტი არის ცნობიერებაზე, განვითარებაზე, ზრდაზე, ფასეულობებზე, სულიერებაზე. შეგვიძლია ეგრეთ ვთქვათ, იმიტომ ფასეულობები. ჩემთვის სულიერება არის ფასეულობები. და მაგ მეორე პოდკასტში სხვათა შორის ჩვენ სადღაც ვიკვეთებით სივრცეებში, ეგრე დავარქვა. სივრცეებში ვიკვეთებით და ხო, და მგონია რომ შენი მსმენელისთვის ეგ პოდკასტიც იქნება საინტერესო. იცი რას გთხოვდი? აი როგორც კოლეგას, როგორც ადამიანს, რომელიც ოდნავ მეტი იარა წინ და ოდნავ მეტი გამოცდილება დაიგროვა. რას გვირჩევდი ჩვენ აი კაცმანის პოდკასტის გუნდს, რომ რა გავითვალისწინო ჩვენ გზაზე, ანუ უკავშირს რას მოგცემდი, რა იქნებოდა შენგან რჩევა, ანუ უკავშირი ჩვენთვის. ვიცი რა უნდა დავფიქრდე ალბათ. მე მგონი თემა არ გაქვს ხო შენ რაღაც კონკრეტულ რაღაც ერთხირებულებას იღებ, რომელსაც შლი. ხო, ეს ბოქსი ხლა არ არის აქ. არა, ეგ ხო რაღაც ეგეთი მიმართულება არის. სხვა პოდკასტში ეგრეა. იცი რას გირჩევდი? იცადეთ, რომ ღირებულება მისცეთ მსმენელს რა. აი მაგას რო იჭერს, გულწრფელ უანგარო ღირებულებას რო იჭერს და მე ჩემ თავზე ვფიქრობ ხოლმე მაგას რა, რომ ეხა მარტო სვენელზე კი არ ვილაპარაკო, მეც ეგრევა, როცა რაღაცას უსმენ და ხვდები, რომ ადამიანი უბრალოდ ძალიან უანგარო და ბუნებრივად მაძლევს რაღაც ღირებულებას და გასცემ ჩემთვის და მე შემინერვე ეს მივიღო. აი ეგ უკვე ძალიან მომსხველია და უკვე ხვდები, რომ აი რაღაცა შენიანი გახდა უკვე რა. ამიტომ მაგას გირჩევდი, რომ უანგაროდ მისცე ღირებულება. აი მაგიტომ აი ბიზნესზე და რაღაცებზე ვილაპარაკობდით რა, აი ეგ ჭიდილი არ არის, უბრალოდ აი როგორც თქვი რა, რომ ეხლა ფულის გამო აი ეს ღირებულების ხარისხმა არ უნდა დაიკლოს რა და იქ არ ვიცი რა მიმართულების ხედვები გაქვს ბიზნესთან დაკავშირებით მეორე პოდკასტში. მაგრამ აი ეგ თემა რომ თუ გინდა რომ მანდ მაყურებელი იყოს, ალბათ მთელი იმიტომ რომ აქ თემებს ეხება, მთელი საკითხი ეგ არის, რომ უნდა არა ეცადე რომ მისცე ღირებულება. ჩვენთვის ამ პოდკასტში ვიტყვი რომ ამ პოდკასტში ბიზნეს პოდკასტში მთავარი ღირებულება არის ნაცვლად იმისა, რომ გშურდეს წარმატების. ისწავლე რა. ისწავლე ამ ადამიანებისგან.
ჩვენ ყველა შეგვიძლია ერთმანეთისგან ვისწავლოთ. მე ჩემთვის ეს შეხვედრაც, ეს ჩაწერაც, ეს პოდკასტიც იყო 2 საათის სწავლის შენგან და მგონია რომ ეს ერთმანეთისგან შეგვიძლია ვისწავლოთ. წარმატება შეგვიძლია ვისწავლოთ, ვარდნა შეგვიძლია ვისწავლოთ, გაკვეთილები შეიძლება ვისწავლოთ, ბევრი რაღაცა შეგვიძლია ერთმანეთისგან ვისწავლოთ, ისევ დაუბრუნდები ალბათ იმ შენ სიტყვებს თუ მოусმენთ ერთმანეთს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა რა მოსმენა, იმიტომ რომ აი ოღონდ მოსმენა ხანდახან მგონია რომ ვიღაც ადამიანი უგელბრაგება და შენ უბრალოდ იქ ხარ. და სინამდვილეში აი მოსმენა რომ აი თვალებში კითხულობ, კერძო ხვდები და ეს მოცული ხარ. ეხლა ჩემთვის აი ამასაც ალბათ პირველად ვიძახი, მაგრამ გულს ბალოთ რო გითხრა, ეხლა შეხო გიყურებ. აი ესე ხარ ფოკუსში მოცემული და სივრცე ჩემთვის არ არსებობს. აი ეგეთ რაღაცას ვეძახი მოსმენას და როცა მე რაღაც მაინტერესებს, ყოველთვის ეგრე ვუსმენ ადამიანთან ეგეთ. თუ არ მაინტერესებს, ისიც ვისწავლე რომ ბოდიში, მაგრამ მე არ მაქვს ეხლა იმდენი ენერგია რომ შენ გისმინო. ხვდები? იმიტომ რომ მე გავაცნობიერე ერთ ეპიზოდშიც ვამბობ და ახაც გავიმეორებ, რომ აი ხოლმე ბიზნესშიც და მინდა რომ რაღაც გავაკეთო და აი პოდკასტი შევქმნა თუ ინფლუენსერი ვიყო თუ რაღაცა აი საკუთარ თავი სხვა რეალიზებას ხნარად მოვახდინო. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიერო რომ რისი ენერგია გამაჩნია. იმიტომ რომ მე ძალიან დიდხანს მეკონა რომ ყველაფრის ენერგია გამაჩნდა და ბოლოს მივხვდი რომ გადავიწვი და არაფრად აღარ ვარგოდი. აი ახლა მე რო პოდკასტის გარდა ხო ვაკეთებ პოდკასტ ვორქშოპებს იმას ამას მეორე ეპიზოდების კეთებას დავიწყე ხავ მთავარ ეპიზოდებთან ერთად. მაგრამ ერთ სისტემაშია რა მოქცეული ჩემთვის, მაგრამ ეხლა მე რო მაგარი წენდება მივიღო მარკეტინგის მენეჯერობაზე, სიტყვაზე ვთქვა და კარგი ხელფასი იყოს და წავიდე რა იმაზე, ხო? მომეღება ბოლო. მივხვდი რა ვსმობ და ეგ რაღაცნაირად თუნდა არ ტეხავს რომ ვთქვათ რომ რაღაცის ენერგია არ გვაქვს. პირიქით ეგ არის საკუთარი ენერგიის შენახვა და იმ მნიშვნელოვანი და ღირებულების საქმისთვის მიცემა, რაც რეალობაში გაინტერესებს სიამოვნებას და ბედნიერებას განიცდის. კონცა ვის მოусმენდი ამ ფორმატში? ვინ იქნებოდა შენთვის საინტერესო ბიზნეს სამყაროდან რომ მოგესმინა მისი პოდკასტი? იცი რა არის, მე მინდა რომ თუ ბიზნესზე მოვუსმენ, აი ძალიან შიშველი სიმართლე მინდა რომ მოვუსმინო რა. გალამაზებული რაღაცა კი არა ის როგორ კეთდება და ეს როგორ კეთდება. აი მაგალითად იცი როგორ არ ვიცი ვინ, ამიტომ ვაპარაკობ ამას რომ ეხა არაფერი არ მომდის თავში ვის. შეხო ჯერ თემას არჩევ. ხო და მაგიტომაც ესე მიდის ჩემი გონება, ხო? იცი როგორ რაღაცას განხილვას მოვისმენდი, ორმაგი სტანდარტების განხილვას მოვისმენდი რა. როგორ ცხოვრებაშია საინტერესო, ისე არის ბიზნესში საინტერესო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრი რაღაც გამიგია, რომ ისახტება რაღაცა და აი ზოგადად სტანდარტები და ღირებულებები და ორმაგი სტანდარტები და ღირებულებები რა შემთხვევაში არის დაშვებული, რა შემთხვევაში არ არის დაშვებული და როგორ იმართება საერთოდ აი მან რა რაზე იძახი უარს, რაზე არ იძახი უარს, აი მან ხო ჩვენ ვიძახით ბიზნეს და ფული ხო ჯერ ეგეთი ენერგია არის. მეორე ადამიანები მართავენ მაგას და ყველა ადამიანს თავის ღირებულებები აქვს ესე, ხო? ამიტომ აი ეგ მიმართულება ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ძალიან. და ბოლო კითხვა შენთან. კიდე 2 საათს ჩავწერდი. გულწრფელად რო თქვა, კიდე 2 საათს ჩავწერდი, იმდენი კითხვა მაქვს, მე ერთი კითხვა მართლა მაქვს. ჩვენ ვართ ეგეთი გამოწვევის წინაშე, რომ გაცილებით მეტად გვიყურებს მაყურებელი, ვიდრე იწერს ჩვენ არხს. YouTube-ზე ვგულისხმობ. შეგვიძლია რჩევა მოგცე ჩვენ რა უთხრათ ჩვენ მაყურებელს, ან შეიძლება არ უნდა უთხრათ და გავაკეთოთ, ან შეიძლება რაღაცას ვაკეთებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ან შეიძლება არ უნდა ვთქვათ იმასაც ვამბობთ, რომ გამოიწერონ ეს არხი. ხშირად უსვარ ჩემ თავს, რატომ ჭირდება ეს გამოწერა. ანუ ეს გამოწერაც რაღაც არხია. ხო, ანუ მე რა შემჭირდება როგორც პოდკასტერს და მეორე მე თვითონ არ მახასიათებ, მე ვარ როგორც მოხმარებელი, მე ვარ ის ტიპი, რომელიც შედის უყურებს და გამოწერით არ არის დაკავებული. ეს არის ჩემი პატერნი. მაყურებლის პატერნი მაქვს ეგეთი. ეგ არნიშნავს რომ რაღაცა პრეფერენციები არა მაქვს რაღაც, მაგრამ აი ეს გამოწერა და მე რო არ გამოვიწერე, მე დაფიქრდი ბიჭო, აი სამყარო მხარ შემომიტრიალა სარკეთქო რომ ეგ არის ზუსტად რომ მე ამას ვარ ვაკეთებდი, აი ეხლა შე რომ მოგინდა ეგ
აი გამოცადე ეგ, მაგრამ მაინც შეიძლება ეგ იყოს, რომ ჩემთვის სინამდვილეში ღირებულება არის ის, რომ ადამიანი შეიძლება საშესგან ისწავლოს, ან ვერ ისწავლოს, ან არ ისწავლოს, დაეთანხმოს, არ დაეთანხმოს, ან გვანცასგან, მაგრამ რაღაცა მომენტში მოვიდეს ადამიანი, რომელიც ისეთ რაღაცას იტყვის, რაც ამ ადამიანის ცხოვრებაში იქნება გარდამტეხი და გამოწერილი რო არ უყავდე განცდა, მაგრამ შეიძლება გამაზოს ეგ. აი ეგ უფრო მეფიქრება, ვიდრე ეხა ის არის. მაგრამ თუმცა ალბათ რა ვიცი, ხა სპონსორი იქნება თუ ვიღაცა, ალბათ ის უფრო უყურებს იმ გამომწერებს, მე სხვანაირად უყურებ. მე უყურებ, რომ აი გამოწერილი აქვს, არა აქვს, ნოტიფიკაცია ჩართული აქვს, ანუ ეს შეტყობინება თუ არა აქვს, იმიტომ შეიძლება გამოიწეროს, მაგრამ ნოტიფიკაცია არ ქონდეს ჩართული. შენ ამასთან დილინგი როგორ გააკეთე შენ პოდკასტში? იცი როგორ სტატისტიკები თუ იცი YouTube-ის სტუდიაში რომ შედიხარ, ხო იცი ორი ხაზი რომ მიყვება ახალი იუზერები და ჩემი იუზერები ყოველთვის ერთმანეთს მიყვებიან რა, მოკლედ კარგად მიდის ეგ ამბავი, ხო და რა შეიძლება რა უნდა ქნა? მე მგონი ძალიან მარტივია რა, უბრალოდ მოითხოვე და მოგეცემ. ყველა დასაწყისში YouTube-ის და ეპიზოდის და ბოლოში ორი გადაცემა გაქვთ თან, ხო? თქვი რა გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და არ დაგავიწყოთ ჩართოთ ღილაკი ზარის. მე ეგრე, ანუ დღემდე ეგრე ვაკეთებ. დღემდე ეგრე აკეთე? დღემდე, ეხა დასაწყისში აღარ ვამბობ, ან ხანდახან ვამბობ, არ ვიცი, ეს დაგეგმილი არ მაქვს, როცა გამახსენდება ხანდახან, მოვიწყდება საერთოდ, იმიტომ რომ როგორც გითხარი, რომ თუ ძალიან შესული ვარ ამბავში, საერთოდ არ მახსოვს, რას ვაპარაკობ და იქ შეიძლება გადამღებმა, ვინც მეხმარებიან, იმათ მომითხეს, რომ დავივიწყდა რაღაცა, ხო? ხო და უნდა თქვა, მე ვამიწყდება. მეც მოვიწყდება და ესე ფურთ მე ხომ სულ მინდევს ის კითხები რა თქმა უნდა ვამბობ მიწერი ასე დიდად რომ არ დაგავიწყეს გამოწერის თქმა. გიწერია რიმაინდერი? კი, არ დაგავიწყეს რაღაცები, მიწერია ხო, იმიტომ რომ მე ხო თქვი მე არ მაქვს ეგეთი გონება რომ აი ჩაბეჭდილად რაღაცას მიყვება რა, თან თუ ეშხში შევედი, გთავრდება ყველაფერი და ამიტომ ითხოვე რომ გამოიწერეთ მეგობრებო და არ დაგავიწყეს ღილაკის დაჭერა. არის სტატისტიკა რომ უყურებენ და არ იწერენ და it's okay, მაგრამ თუ საინტერესო ხარ რაღაც მომენტში ისიც ვინც უბრალოდ გიყურებს, მაინც გამოგიწერს რა. ხვდები? მეგობრებო, მოითხოვეთ და მოგეცემათ. ეგ არის სამყაროს გაკვეთილი ალბათ არა მარტო გამოწერებში, ყველაფერში, ხო? ყველაფერში, უნდა მოითხოვე. ხო დაესიზმრება იმაში რა გინდა. მე ამას ვეძახი ამირან გულში მღერო და ეფექტს. ამირანს ხო დაესიზმრება გულში. ზუსტად. მე მინდა მადლიერება გამოვხატო, რომ მოხვედი. არ იყო ალბათ ადვილი შენთვის ხა ბიზნეს პოდკასტში მოსვლა და აღიარება თუნდაც საკუთარ სამყაროში, რომ კი, ეს ბიზნესია დღეს ჩემთვის და ალბათ ეგ არის ის გამბედაობის აქტი, რომელიც შენ ახლა გააკეთე. ნახოთ სამყარო ამ დაკვეთას რას მოაყოლებს, იმიტომ რომ ხო შენი დაკვეთაც არის. მარტო ჩემი ხო არა, მე თუ ეს იდეა მომივიდა, ესე იგი სამყარომ დამეჩა შენი დაკვეთა, ჩემი დაკვეთა ერთად და დააგენერირა ეგ რეალობა და ამ რეალობაში ვართ ეხა მე და შენ და ზუსტად და მეცაც გეტყვი, ეგ პერიოდი არის ხა. ხო იცი რომ ცოტა გამოფხიზლდები და მიხვდები რომ ანუ ეს რაღაცა სასპონსოროდ ამბავი და სპონსორები გჭირდება რა ხა ელემენტარულად რაღაცებში გჭირდება რა და შენ ამაზე ხო ფიქრობ და რაღაც ავითარებ ეგ შენ იმებს რაღაცებს ელაპარაკებ და შენ მომხო დამი აი ხო ხედავ ხო და მაგას ვამბობ აი მოვითხოვე და მომეცი ხო ეხა არ ვიცი აქედან რა გამოხმაურება მოყვება არ მოყვება მაგრამ ნახავთ შენ ძალიან სწორი რაღაც თქვი წეგან რომ ჩემთვის იყო გამოწვევა რომ დავფიქრებულიყავი ამ ყველაფერზე სხვა კუთხით არ და მეორე პოდკასტში მოსვლა ხო კომფორტის ზონა იქნებოდა შენთვის ხო აი სხვა პოდკასტში რომ მოსულიყავი კაცმა სხვა პოდკასტში იქ იქნებოდი სრულად კომფორტის ზონაში ამოიღებდი რამე სიტყვას ჩემ საყვარელ იმაში ჩავარდებოდი მოცემულობაში კომფორტში და ვისაუბრებდით მე და შენ რაღაც ფილოსოფიებზე და იმეებზე და ამაზე და გაგვეხსნებოდა ალბათ შეიძლება 4 საათით ჩაგვეწერა და ასე შემდეგ და ასე მაგრამ ისევ მაგიტო თქვი რა აი ყოველთვის რაღაც ეგრე დავაპროგრამე ჩემი ტვინი რომ ვეძებო ახალი გამოწვევები რომ გავიზარდო და თუ არ გავიზრდები იმაში ხვდები რომ ერთად ხანდახან შეიძლება ამ ერთ ადგილასაც დარჩე და დააცადო ცოტა მოისუნთქო რა, მაგრამ მაინც აი ეს რაღაც მომწონს რა.
რაღაცა. აი ამ რაღაცის გამო უნდა უყურო პოდკასტს, რომ ეს გაიგო. გვანცა დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის. მე გისურვებ წარმატებას სიუხვის სამყაროდან მოვდივარ დარწმუნებული რომ ადგილი შენი პოდკასტის ჩემთვის და კიდე 1000 პოდკასტისთვისაც არის, იმიტომ რომ ადამიანები არიან განსხვავებულები, ვიღაცა ირეზონირებს შენთან და შენ ენერგიასთან, ვიღაცა ირეზონირებს ჩემთან, შეიძლება ორივესთან ირეზონიროს, ვიღაცა ეგეთიც იყოს, ვიღაცამ თქვას რომ არც ერთი ავადგანი არ არის ჩემთვის და იმასაც გამომარჯოს და რომ იპოვოს თავისი გზა და იპოვოს თავისი ენერგია, რომელიც შეეხმიანება მას. მადლობა გუნდს, რომელიც გვიწერდა იქეთ ზიან და დაუქნებთ ხელს, მადლობა თქვენ და მადლობა მსმენელს და მაყურებლისთვის, რომ დაგვითმოთ თავის ძვირფასი რესურსი, რომელსაც ქვია თავისი დრო. კი, უღრმესი მადლობა შენ, რომ მომეცი საშუალება პირველ რიგში რომ გამოსულიყავით ის კომფორტიდან. მე ძალიან მაშინაც პირველად ძალიან მესიამოვნა შენთან საუბარი, ეხლა ძალიან მესიამოვნებს. მგონია რომ ბევრ რამეს ვწავლობ, რასაც შენ ამბობ, იმისი ჩემში რაღაცა კოდებად რჩება, რომელიც შეიძლება მე რიან ეხლა ამოტივტივდეს და საერთოდ ბევრი რამე ტყუილ არ ხდება. არა, საერთოდ არაფერი არ ხდება ტყუილა, ეგეც თქვა რომ საერთოდ არაფერი არ ხდება ტყუილა. ესე იგი უჭირდებოდა ერთმანეთის მოზიდვა ამ პოდკასტისთვის და რისთვის კიდე მე დანარჩენს. ხო, და აუცილებლად გამოიწერეთ, ხო, არ დაგეზაროთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ მე ემოციურ დონეზე ვიტყვი რა. იმიტომ რომ მე თავიდან ცოტა მიტყდებოდა რომ ემოციური არსება რატომ უნდა ვიყოთ ხო და ეხლა ძალიან მომაყოფ იმითი რომ ემოციები კი არ მართავს, უბრალოდ ემოციური ადამიანი ვარ რა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზრდას როცა ხედავ და გამოწერებში ხედავ, ესე იგი ადამიანებს აინტერესებს, ესე იგი მოყვებიან. გიდასტურდება შენი შრომა და არ დაგეზაროთ, ანუ 1, 2, 1 უნდა დააჭიროთ subscribe-ს და მეორე relax და ძალიან მარტივია, თქვენ არაფერი გაკლდებათ, უფასო არის და ჩვენ ძალიან გვიხარია ეგ. კი ბატონო. გაგვახარეთ მაშინ. კარგი დღე მოგვეცეს ყველას და დიდი მადლობა. მადლობა. ვაუ! ჩავწერეთ. დაიწყე სურათი გადაგიღე. აბა, გოგოებო, გადაგვიღეთ სურათი გვანცასაც ჩაუგდეთ ჩვენსაც. აბა გვითხარით, რა ვარი. რას ხარ თქვი, კაცო, ჩვენ კი ვილაკლაკეთ. ჩვენ ძალიან